ესე იგი, სალამ ყველას, ეს არის ეპიზოდი 17. 17. ანუ 18 ეპიზოდი და დღეს მოყავს სტუმარი, როგორც წინა ეპიზოდში. რომა გორგოშიძე. რომა არის ძალიან ისეთი decorated software engineer tech სფეროში, როგორც ვიცი, ვთქვათ, რამდენიმე კომპანიის CTO, ბოლოს მუშაობდა Ekimotech-ში, როგორც ვიცი, CTO-თ და ეხლა არის startup Briano AI-ის co-founder and CTO. ხო? სწორია რომა, სწორად კარგად გინით. კი. ნუ სწორად ცოტა გავწითლდი, მაგრამ სწორად. Okay. ხო, მოდი პირველი იდეაში უფრო კარგად რომ გაგიცნოთ ჩვენც, რა, იმიტომ რომ ჩვენც რაღაცა ასე ვთქვათ არ გიცნობთ რა, ეხლა უნდა გაგიცნოთ უფრო და ეხლა რასაკეთებთ ზუსტად Briano AI-ში და რა მიმართულებით მუშაობთ, მაგით რომ დავწეროთ საუბარი და მე მივუყვეთ ტრადიციულად. კეთილი, შემოვნებით. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. ესე ვთქვათ, ფარდის უკან ვახსენეთ, რომ დიდი ფანი ვარ ამ შოუსი და იმედი მაქვს, რომ მომავალში ძალიან განვითარდება. და იმედი მაქვს, რომ ეს საუბარიც საინტერესო გამოგვივა. Briano დავაფუძნე ჩემს მეგობართან ირაკლისთან ერთად, ორნი ვართ co-founderები. ის უფრო ბიზნესის მიმართულებით არის, მე ვარ, ვთქვათ, ტექ მიმართულებით. დაახლოებით იანვარში, ამ წლის იანვარში დავაფუძნეთ. ეს არის მთლიანად AI კომპანია. უშუალოდ პროდუქტი, რაც ვაკეთებთ, არის, ვთქვათ, customer support-ის და, ვთქვათ, customer assistant AI agent-ები, სხვა ბიზნესებისთვის რა, ბევრ, ვთქვათ, სექტორში ვართ უკვე მოდებული, ვთქვათ, მიმდინარე პროექტების და გაშვებული პროექტებიც. და ძირითადი ამოცანა რაც გვაქვს არის, რომ კომპანიებს დავეხმაროთ ერთის მხრივ მომხმარებლებთან ურთიერთობაში, ანუ AI-ის მეშვეობით, ვთქვათ, შევთავაზოთ რესურსის გაზრდა, იმისი, რომ, ვთქვათ, რაღაც დატვირთულ პერიოდში თუ ნებისმიერ ჩვეულებრივ პერიოდში ბევრად უფრო სწრაფად მოხდეს მომხმარებლის დახმარება, იმიტომ რომ თქვენს გექნებათ ალბათ გამოცდილი, რომ ხანდახან ის არის ხოლმე ტკივნეული წერტილი, როცა რაღაცა 20 წუთიც ხანდახან შეიძლება მეტი მოგვიწევს რაღაცაზე მოცდა მარტივ საკითხზე მათ შორის. და არა მარტო customer support-ი, არამედ უშუალოდ ასისტენცი იმ პროდუქტის გამოყენებაში, იგივე რაღაცა ექშენების გაკეთება, რაღაცის დაჯავშნა იქნება შეძენა თუ რა, რომელშიც მომხმარებელს დახმარება ჭირდება და, ვთქვათ, conversation based მიდგომით, ანუ საუბრით შეძლებს, რომ მიიღოს თავისთვის სასურველი სერვისი. ეს არის, ვთქვათ, მოკლედ. ნუ დანარჩენი რომელზე ეხლა გასული, ანუ მე მაინტერესებს, ანუ ეს საქართველოს ბაზარზე ვარ თუ მოწყოვის. ძირითადი, ხო, თავიდან საქართველოს დავიწყეთ, იმიტომ რომ საქართველოში ვარ, აქ გვაქვს კავშირები, ვიცნობთ რაღაც ბიზნეს მიმართულებებს და უნებრივი იყო ჩვენთვისაც, რომ საქართველოს დაგვეწყო, თუმცა გვაქვს ორი кейსი, ასე ორი პროექტი ევროპაშიც, სადაც ნუ ასევე მალე გავუშვებთ მსგავს პროდუქტებს. ხო, ნუ ბევრად მარტივია ჩვენთვის რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ევროპაში კეთება პროდუქტის, იქიდან გამომდინარე რომ თვითონ LLM-ებს უცხო ენის და ესეთ დიდი ენების ხარდაჭერა ბევრად უკეთა აქვს და ბევრად მაღალი ხარისხით შეიძლება რაღაცების კეთება, რაც საქართველოში ძალიან გვიჭირს, მაგრამ ნუ ვახერხებთ. ძალიან დიდი ჩელენჯი არის ჩვენთვის ნუ ეგ რომ, ვთქვათ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის შესაძლებლობა, რაც ახლა აქვს მიმდინარე ვერსიებს და თან ვიმედოვნოთ, რომ უფრო კარგი მხარდაჭერა იქნებათ ენის. მაგრამ ნუ ხო რეალურად გაშვებული პროექტებითაც ჩანს, რომ აბსოლუტურად მისაღები დონე აქვს რა, ეხლა ცოდნისგან მომხმარებლებს არ ატუხებთ, იმდად ის რომ დაუშვათ რაღაც შეიძლება შიგადაშიგ 1-200 შეეშალოს ან რაღაცა გრამატიკულად ვერ ჩასვას სწორ ფორმაში, მაგრამ ხო თავარია იმ შედეგს იღებენ, რაც ვთქვათ, რისთვისაც შედიან ამა თუ იმ ვებსაიტზე, ამა თუ იმ პროდუქტის გამოყენებისთვის, სადაც ჩვენ უფრო კაცრად უყურებთ ხოლმე და უფრო რაღაცა ისე ვაჩელენჯებთ და ძალიან არ მოგწონს, მაგრამ რამდენჯერაც რეალურ ბაზარზე გამოვცადეთ, არავისთვის ეს პრობლემა არ არის, რომ რაღაცა ცოტათი გაუმართავად ისაუბროს რა. ხო. ანუ ესეთი ვთქვათ, აი თავარი flow რო გითხრა ერთი, რომ აი მე ხა წარმოვიდგენია ნაოპარაკებიდან, რომ დაახლოებით ეს რაღაცა, რომ მაგალითად e-commerce story თუ-ა და რაღაც პრობლემა მაქვს ორდერზე და დაკენსელება მინდა ვთქვათ, შემიძლია რომ ვიწერო, აუ ეს დამიკენსელე და კი. მე საერთოდ შევერ მივხვდი, რომ ადამიანი არ მისაუბრება, მაგრამ
დაკენსელდეს ავტომატურად თუ ჯდება რაღაც დროებში და ანუ რაღაც rule-სეტები და რაღაცები ზუსტად კი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ასე ვთქვათ გამოყენებადი кейსი ზუსტად ეგ არის. ნუ არ ვიცი, საბედნიერო თუ სამწუხაროდ ხშირად ხდება ხოლმე რაღაცების გაუქმება. თუმცა არა მარტო გაუქმება, დაუშვათ რაღაც პროდუქტზე დამატებითი ინფორმაცია უნდა მომხმარებელს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საიტზე ეწეროს ისედაც რაღაც ურჩევნიათ რომ რაც იკითხონ, იმიტომ რომ დიდი ტექსტის საკითხვა არ უყვარს მომხმარებელს და ან double check გააკეთონ, რომ დაუშვათ რაღაცა ნამდვილად ეგრეა, რომ ეს რაღაც ეს პროდუქტი ესე შეიძლება რომ გამოვიყენოთ, ან დაუშვათ რაღაცა მომიტანთ თუ არა რაღაცა სოფელში, ამდენ ხანში მომიტანთ. და ნუ გარდა ამისა, მარტო კითხვები არ არის, ხო შეიძლება იგივე რაც შეთქვი გაუქმება, აკაუნტის გაუქმება იქნება თუ რაღაც შეკვეთის გაუქმება, ან სტატუსის გადამოწმება. მარტივად რო თქვა, ნუ აერთიანებს რაღაცა სტატიკურ ინფორმაციას, ერთგვარ რაღაც წესებზე და რაღაცა პირობებზე და ასევე დინამიურ ინფორმაციას და პლუს ექშენებს, ანუ რაღაცა ქმედებს რა, რომელიც თქოს შემდეგ ღრმა ინტეგრაციით, თქოს პარტნიორ კომპანიასთან, იმათ სერვისებთან და იმათ სისტემებთან ინტეგრაციით კეთდება რა. აჰა, ანუ როგორც მე ვხვდები, ეს რაღაც white glove SaaS-ის ვარიანტი არის უფრო, ხო? ანუ ფაქტობრივად თითო კომპანიას ვისთანაც მიდიხარ, რაღაც custom solutions-ავით, შეიძლება რაღაც უკან ერთი სისტემა იდგას, მაგრამ ხო რაღაც. ხო, ანუ SaaS-ი ხო, უფრო შეიძლება ცოტა enterprise solution-ისკენ გადაიხაროს რა ამ ეტაპზე, იმიტომ რომ დიდწილად ჭირდება ჩვენი ჩართულობა, თითოეულ კლიენტთან ძალიან აქტიურად მუშაობთ. სამუშაო ჯგუფებს ვქნით და მაქსიმალურად ვეხმარებით ყველა პროცესში, იმიტომ რომ ყველასთვის არის ახალი რა და თავიდან ვთქვათ, ბევრ კომპანიას საერთოდ არ ვიცი, ეშინოდა რაღაცა ბევრი კითხვები ქონდათ და ნელ-ნელა ეხა ვართ იმ ეტაპზე, რომ თვითონ მოგვართავენ კომპანიები, უკვე როცა ნახულობენ, ხედავენ production-ში რაღაცას ვთქვათ, use case-ებს, გვიბრუნდებიან მათ შორის ზოგი ისეთი კომპანია, რომელსაც შევეხმიანეთ და თავიდან არ აინტერესებდათ, ეხა უკვე ნელ-ნელა შემოდის ინტერესი. და ნუ ზოგადად ამ რაღაცა რევოლუციის ნაწილი რო არიან, თვითონაც ხდებიან რა და ჯობს რომ ადრე დაიწყო, ვიდრე დაელოდო 1-2 წელი და მერე იყო ჩამორჩენილი და თქო ცხოვრება გაგასწრონ ამ ნაწილში რა. ვინც ამას დაიაზრებს. ხო, იმათ კითხვა მაქვს, მეტწილად, იმიტომ რომ რაღაცა ჩვენც მსგავს მიმართულებით მუშაობთ მაზექში და შეიძლება სპეციფიკაცია განსხვავდება, ეს product based არ ვართ ერთ კონკრეტულ პროდუქტზე, მაგრამ სპეციფიკა ძალიან გავს რა AI-ის მიმართულებით და აი ხა ახსენე რომ ჩამორჩენაზე რა ვთქვათ რა, აი რომ ბევრი კომპანია მეც ვამჩნევ რომ გზნობს რომ არ უნდა რომ ჩამორჩნენ პროცესებს რა. და აი შენ ხარ როგორ ფიქრობ? აი ალბათ ხარ რომ უფიჩავთ ვთქვათ და ანუ სეილების ნაწილი ხა ეს თქვენი პროდუქტის values, ანუ ნახე მე ის გაზრება მინდა რომ ეს ხალხი მართლა ხედავს values ამ AI solution-ებში, რაღაც quantifiable value-ებს. თუ უფრო იმიტომ უნდათ რომ არ ჩამორჩნენ დროს და რაღაცა ტრენდს აყვლენ რა, პროსტა შენი დაკვირვება. აი ხო FOMO ხო არ ჭირთ რა. მართლა ინტერესant. მე მგონი როგორ არის იცი საკმაო რაოდენობის კომპანიებს თუ შეხვდები, ალბათ ჯამში ნახავ რომ რაღაცა მიქსი არის ამორის რა. ანუ ერთის მხრივ უფრო იშვიათად მე თუ მკითხავ გააზრებული აქვთ ზუსტად რა სჭირდებათ და ჭირდებათ მიხმარება რომ აუშვათ გააზრებინო რომ აი ამაში შეიძლება გამოიყენო, ამაში არ გამოვა, ანუ რა ისიც არიციან ხოლმე რა არ გამოსდის ახლა ელემენტებს. ხდება ანუ მაგაშიც ჭირდება ცოტა დახმარება. მაგრამ ნუ ასევე სადაც შედარებით ასე ვთქვათ, არ ვიცი შეიძლება ახალგაზრდა მენეჯერები არიან ან ზოგადად რაღაც აკვირდებოდნენ მოვლენებს, ის ნაწილიც ცალსახად არის რომ ჩამორჩენის ეშინიათ რა, არ უნდათ რომ ჩამორჩნენ და უნდათ რომ თუნდაც შეიძლება რაღაცა ძალიან კაფეო use case-ი იმ წამს არ ქონდეთ, რაღაცით დაიწყონ და მე ნელ-ნელა განავითარო რა, ყველანაირ იმას შეხვდები რა, ასე ვთქვათ, case. იმიტომ რომ უბრალოდ არსებობს ბაზარზე ბევრი ეგეთი რაღაცა, რომ ისტორიაში რომ რაღაც ასე ვთქვათ ჩამორჩნენ რაღაც პროცესს და მე უკვე ძალიან რთულია რა. ან რთული რა შეიძლება first mover-ი რო ხარ, წაიყვანო ის მომხმარებელი და ამითი უპირატესობა მოიპოვო და მე უკან წამოყვანა მოგიწევს. ზუსტად. მე ხამერა ცოტა ამ high level topic-ებიდან ერთგაც ცოტა პრიანო უკეთესად რომ გავიცნოთ თქვენი პროცესი როგორ არის. აი საიტზე გიწერიათ რომ რაღაც launch in 4 weeks რა. რაღაც ანუ და მაინტერესებს ეს onboarding-ის პროცესი კომპანიებისთვის თქვენთან როგორ არის რა. მაგალითად რამდენად გიწევთ custom solution-ების დადება, ან რამდენად გიწევთ reusable კომპონენტების გამოყენება. ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ რაღაც ანუ იდეაში 4 კვირა
ანუ სტანდარტ ვთქვათ ახლა 4 კვირა გიწერიათ ლანჩი და თავიდან 5 დღიანი მოდელის ტრენინგი, 2-3 კვირა API integration და რაღაც 4 კვირის თავზე ლანჩი. აი ეს პროცესი როცა გაგვატარო, როგორ ხდება ბრიანოში onboarding? საკმაოდ საინტერესოა. ოკეი. ნუ ხო, პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ეგ ასე ვთქვათ, ერთგვარი ასე თეორიული ის არის რა, ბენჩმარკი და გამოგვიცდია და შესაძლებელია, თუმცა კომპანიები თვითონ არ ჩქარობენ ხოლმე, უნდათ რომ რაღაცა კარგად გატესტონ და ხშირად. ნუ ჩვენი მხრიდან ყველაფერი შეიძლება რომ ჩაეტიოს უფრო პატარა დროშიც შე შემთხვევაში, მაგრამ თვითონ უნდათ რომ რაღაცა double check გააკეთონ, ორჯერ, სამჯერ გადაამოწმონ ყველაფერი ან უფრო მეტჯერ და პროცესი ესეა რა, ნახე დამოკიდებული არის საბოლოო ჯამში მაინც იმაზე რა ასურს კომპანიას რა. ხა როგორც წეგამ თქვი, შეიძლება იყოს ეს უბრალოდ რაღაც სტატიკური ინფორმაციის სწავლება, იგი ნუ რაგი ყველა მიცით და ცვენელმაც იცის თუ არა და მე შეგვიძლია რომ კიდე ჩავუმავდეთ რაღაცაც. რაც ჩვენი ვთქვათ სისტემის და ინფრასტრუქტურის ძალიან დიდი ნაწილია, ანუ რაგის კარგად კეთება. რაც ნუ უბრალოდ ინფორმაციის მოწოდება არის საჭირო მაგისთვის, ჩვენ გვაქვს ჩვენი ვთქვათ ready-made chat-ი, საკმაოდ ისეთი კარგი და customizable და ასე შემდეგ, რომელიც შეგვიძლია რომ შევთავაზოთ და ის გამოიყენონ. ზოგს აქვს ხოლმე თავისი chat-ი და აი მან ცოტა არის ხოლმე მე ვთქვათ challenge-ები რომ დავინტეგრირდეთ. ჩვენ გვაქვს ასევე ინტეგრაცია დიდ კომპანიებთან, Zendesk-თან, Intercom-თან და შესაბამისად თუ ეგ აქვთ just რაღაც ნახევარი საათის საქმე არის რომ ის დავაინტეგრიროთ. და ნუ რაღაცა кейსი თუ არის ისეთი რომ რაღაცა ძალიან სპეციფიური განსხვავებული chat-ი აქვს, მაშინ ცოტა ის არის ხოლმე რა, რაღაც workaround-ები ან როგორ წავიდეთ. ხო, თუმცა თუ მოკლედ ყველაფერი კარგად არიან ჩვენსაც იღებენ ან რაღაცა Zendesk-ი აქვთ ან ესეთი, შეიძლება რომ 2-3 კვირაშიც გაეშვას რა. გულისხმობ ეს, ასე ვთქვათ, უბრალოდ კითხვებზე პასუხისგაცემა რაღაცა. შემდეგ უკვე ექშენები სადაც ჩამოდის, რაღაცა გაუქმება, დაჯავშნა, ძებნა და ეგეთ რაღაცები, ეგ უკვე ორმხრივი პროცესია, იმათ თიმზეც არის დამოკიდებული API-ებზე ასე შემდეგ და მან ცოტა რთულია პროგნოზირება რა დრო შეიძლება წავიდეს, თუმცა ნუ თუ მათი მხრიდანაც კარგი საპორტია, ეგეც ძალიან მარტივი პროცესია, იმიტომ რომ just API ინტეგრაცია და ჩვენ მხარეს აქეთ უკვე დიდწილად კომპონენტები ვზა გვაქვს, ანუ რაც შენახსენე, იგივე რაღაცა სხვადასხვა ტიპის კარდები, ანუ ძებნაზე რა უნდა გამოვიდეს პროდუქტზე და ექიმზე და ასე შემდეგ, რა. აუ, ერთი აი წეღანადაც სახსენე, უშუალოდ ვიკითხავ და მე ნიკა შეგვიძლია გააგზავნო. ანუ აი ხარ თქვი რომ ანუ მე როგორც ვხვდები ხო, ანუ რაღაცა უფრო ესე general SaaS-ი არ არის, ხო რაღაც custom-ly არგებთ ყველა კომპანიას, ასე რომ ვთქვათ, ხო რაღაც ყველას თავისი need აქვს, რა. და აი სისტემის დონეზე აი ხარ, ანუ სისტემის დონეზე როგორ ხდება ეს, რომ ვთქვათ, ყველას უკმაყოფილებთ თქვენ სისტემაში რაღაც მოთხოვნებს, ფიჩერებს ასე შემდეგ. და მე ეს ერთი რაღაც single deployable unit არის თუ რაღაცა ცალ-ცალკე მაგალითად დიდ კომპანიას თვითონ უხოსტავთ, ანუ როგორ აკეთებთ ამ ყველაფერს, რომ ყველას საჭიროება კმაყოფილდება ერთ solution-ით, რა. ხო, კაი კითხვა. როგორ არის, იცი? ანუ თლად ეგრე ვერ ვიტყოდი რომ რაღაცა ყველანაირ ასე უკმაყოფილებთ, იმიტომ რომ ხანდახან არის როგორც წეგან ვახსენე, ბოლომდე კარგად არც ესმით LLM-ის დანიშნულება, ანუ მაინც chat-ზე და საუბარზე და conversation-ის ირგვლივ რო არის ყველაფერი, ამის გამეულება ხშირად გვიწევს ხოლმე და რაღაც ცოტა ისეთი რაღაცები შემოდის ხოლმე რომ აი სჭირდებათ რაღაც, რომელიც არ არის მოკლედ chat-ის საქმე და ასეთ რაღაცებზე თავისთავად ვარ ვამბობთ, ანუ ჩვენ ვართ ფოკუსირებული იმაზე, რაც ასე ვთქვათ, საუბრიდან გამომდინარე შეიძლება მოხდეს და მაგ ნაწილში რო გითხარ რომ რაღაცა განსაკუთრებულად შეიძლება ისეთი რამე მოითხოვონ, რაც რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაზეც აქამდე გვიფიქრია, ჯერ ეგეთი кейსი დიდად არ ვქონია, თუმცა ხო, რავი, განვიხილავთ რა. ჩვენი წესი ესეთია რა, თუ ეს chat-ს ეხება, ანუ ადამიანთან საუბარში თუ შეიძლება მის გაკეთება და ჯერჯერობით, ნუ სამწუხაროდ ტექსტურად, თუმცა იმედი მაქვს ძალიან მალე voice-ითაც შეიძლება რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს. ამ ეტაპზე ჩვენ ვარს ავეუბნებით მომხმარებლებს პირიქით მაქსიმალურად ვცდილობთ რომ მოვერგოთ და ხო, ნუ SaaS-ი ამიტომ არ არის უფრო რაღაც enterprise solution-ი ჯერჯერობით. თუმცა ნუ SaaS-ზე ვმუშაობთ და მე შეგვიძლია მაგასაც მივუბრუნდეთ. რაც შეეხება deployment-ის ნაწილს, ხო, ნუ მანდაც ისე ვართ რა, მოქნილები. ვთქვათ, ვაკეთებთ ხოლმე separate deployment-ებს უბრალოდ სხვადასხვა security და რაღაცა performance მიზნების გამო, რაღაც single point of failure რო არ იყოს, პლუს ნუ თავისი რეპლიკაციებით და ამ შემდეგ. თუმცა, ხო, ანუ code base-ი მაინც ის არის რა, რაღაც monorepo-s მაგვარი code base-ი არის, სადაც
ძირითადი არქიტექტურა ყველაფერი იგივეა რა, უბრალოდ რაღაც ხდება კონკრეტული ფიჩერების დეველოპმენტი თუ რამე სხვაობა. Nice. მადლობა. მაინტერესებს ანუ თუ ყავთ ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც არიან თქვენი კლიენტები რა. ახლა მე მაგალითად რა სტარტაპში ვშავ. ჩვენც B2B ვართ და ზოგი ჩვენი კლიენტი საკმაოდ ტექნოლოგიური კომპანიაა და ამიტომ რაღაც SDK-ებს, CLI tools-ებს რაღაცებს რო ვაკეთებთ, მე რევცებ თვითონ რაღაც ისეთ მაგარ solution-ებს ვთავაზობენ ხოლმე, რომ აი რაღაც ზუსტად აჩვენებს ხო რა, ვიღაც შეიძლება feature request-ი აქვს და შეიძლება შენ არ გქონდეს დრო რომ დაიმპლემენტო, მაგრამ შენი SDK-ი უცებ თვითონ აკეთებს და მე იმდენად მოსწონია ხოლმე რომ ჩვენც უნდა იყავთ რა და ანუ თუ ყავთ ზოგადად ეგეთი კლიენტები, იმიტომ რომ ვთქვათ ახლა წარმოვიდგენია რომ მაგალითად თუ რაღაც e-commerce store-ი არის კლიენტი და თავისი ტექნი მიყავთ, მე შეიძლება უნდათ რომ ამ ჩატებიდან GitHub issue-ებზე ქონდეს რაღაც თქვათ ხო დაკონექტება პირდაპირ და რაღაც ეგეთი ფიჩერები. როგორ არის იცი ან ტექნოლოგიური ნამდვილად ანუ თვითონ ეს კომპანიები დიდწილად ტექნოლოგიურ კომპანიებად აპოზიციონირებენ თავის თავს, ну დღესდღეობით თან ის არის ასე ვთქვათ, ერთგვარი ის არის ტრენდი ხო რომ ნებისმიერ თუნდაც e-commerce იყოს ან რამე სხვა სფერო იყოს, უფრო ტექნოლოგიებიდან გამომდინარე მართავენ ბიზნესებს, თუმცა ის შეიძლება ხო ეგეთი ეისი ჯერჯერობით არ გქონია რა, უფრო ისე ხდება ხოლმე სამწუხაროდ რომ ანუ ასე ვთქვათ, შიდა თიმები ცოტა გადატვირთულია იმათ თავიანთი ბეკლოგი აქვს რაღაცა და ჩვენ ესე პარალელურ რეჟიმში გვერდიდან ვასაპორტებთ ხოლმე და ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ნაკლებად ჩავერიოთ იმათ ბეკლოგში რა. ესეთი ის არის აი პალანტირის ფონდა რა თავის დროზე და ახლა ჩვენც ახლა B2B ბოშორ ჩვენც ეგეთი რაღაცა აი forward deployed engineers ვეძახით ტიპი ვინც ახალი customer ვინმე თუ არის იმას რაღაცა feature request-ები აქვს რაღაცები ჭირდება რომ დაასაინოს მაგაზე რომ მუშაობს მარტო რა ეგეთ პრაქტიკად მე ხო ის საინტერესოა ზოგადად ან ამ ხელა თიმი ხარ engineering wise და ასე შემდეგ და სათხართ თიმი დაახლოებით 10-მდე ვარ თიმში ჯამში ანუ full time plus part time ხალხი ანუ part time-ზე წავს და ნუ მიმოფანტული ვარ თელ საქართველოში რა მათ შორის ქუთაისში წავს გუნდი პატარა ნუ ძირითადად ქუთაისში და თბილისში ვარ პრინციპში ამ ეტაპზე ხო ყავს prompt engineer-ი ცალკე ასე ვთქვათ ეგ მიმართულება ფაქტიურად ალბათ პიონერები ვიყავით საქართველოში სადაც 2 წლის წინ როცა prompt engineer-ზე ვაკანსია გამოვაცხადეთ მართლა რა ადრე ყოფილა კი ანუ საერთოდ ნუ არც ველოდით რომ ვინმე გამოგვიგზავნიდა ვისაც რამე გამოცდილება ჰქონდა და უფრო ასე ვთქვათ შევარჩიეთ კარგი ასე ვთქვათ ხარტი და ნიჭიერი ახალგაზრდები ვინც მე ასე ვთქვათ გავავითარეთ ჩვენ თვითონ გამობზარდეთ და ეხა ძალიან უფრთხილდებით და ასე ვთქვათ გვინდა რომ ეგ თემა ის იყოს რა რატომღაც რო ვაკვირდები საქართველოში ჯერჯერობითაც ეხა ბაზარზე მოთხოვნას ვერ ხედავ prompt engineer-ებზე არ ვიცი რატო ჩემი აზრით უცნაურია და ალბათ დროის თემაა და მალე ძალიან ის გახდება ასე ვთქვათ როგორც დეველოპერი ყავს ყველა კომპანიას prompt engineer-ის ნუ მინიმუმ ერთი ეყოლებათ იმიტომ რომ ჩვენი გამოცდილებით აი სუპერ მნიშვნელოვანია რა ერთი ადამიანი რო ყოველთვის იყოს რაღაც ერთ საქმეზე რასაც ქვია prompt-ის წერა ფოკუსირებული თან განვითარებაზე, იმიტომ რომ ეხლა დეველოპერები კი რა თქმა უნდა დავწერთ პრომპტებს, არის პრობლემა და სხვა ადამიანებიც ეხლა. თუმცა აი production სისტემაში იმდენი პრობლემა წარმოიშვება, რაც პრომპტით უნდა მოგვარდეს, რომ თუ ადამიანი ამას მთელი დღე არ აკეთებს და რაღაც არ სწავლობს და არ ნახულობს ტრენდებს და რაღაცებს, ძალიან რთულია რა, იმიტომ რომ სუპერ რთული საკითხია რა, იმიტომ ახალგაზრდა სფერო არის და ბევრი ის არის ასე ვთქვათ თან პროგრამირებისგან განსხვავებით ძალიან ის არის ხო ანუ რაღაცას გააკეთებ ერთი დღე მუშაობს მეორე დღეს მიხვალ აღარ მუშაობს ზუსტად ის გამო მე ანუ პროგრამირებაში ეგრე არ ხდება ხო ანუ დაწერ კოდს ტესტი გაიშვება მუშაობს თუ არავინ არ შეცვლის სანამ არ შეცვლიან იქამდე იმუშავებს და აქ ეგრე არ არის ანუ აქ ყოველ დღე აქტიურად regression ტესტებს ვაკეთებთ რა მთლიან მასზე და სხვათა შორის მაგაზეც მუშაობთ რა ანუ ჩვენ საკუთარ tools წერთ რომ აი მაგაში დავიხმაროთ regression ტესტირებაში იმიტომ რომ ზოგიერთ კლიენტთან აი არ ვიცი რა გითხრა რომ გაიტესტოს რომ დავწუნდეთ რომ კარგად მუშაობს შეიძლება ერთ 500 კითხვა უნდა დაისვას რა რომელსაც სწორად უნდა უპასუხოს იმიტომ უზარმაზარ დატაზე მუშაობენ ანუ მან ეგარ ვახსენე რაგის მნიშვნელობა ანუ ჩვენ
მოგვიწია მაგალითად ძალიან ბევრი მუშაობა და ბევრი ისეთი საკუთარი სოლუშენების მოფიქრებაც, რომელიც მე აღმოვაჩინე, რომ რაღაცა white paper-ებშიც არსებობდა თურმე ეგეთი გადაწყვეტილება, მაგრამ ნუ ვთქვათ, ჩვენ მოგვიწია, რომ ჩვენ თვითონ ვისულიყავით მაგამდე და მე მიგვეგნო იმისთვის, რომ სხვასაც გავუკეთებია, მაგრამ არც ისე პოპულარული ასე ვთქვათ, სოლუშენები. ხო, და ნუ სუპერ მნიშვნელოვანია რა, ანუ prompt engineering-ი პლუს კარგი რაგი, რომელიც ასევე ქართულად კარგად იმუშავებს და პლუს იქნება cost effective რა, იმიტომ რომ არის რაღაცა თულები, რომელიც აი მე ესე ვეძახი ხოლმე რა, ესე ვყოფ რომ არის რაღაც 80%-იანი სიზუსტე და 95%-იანი სიზუსტე რა და ამ 80%-ს მიიღებ აი 20 წუთში, რავი 1 საათში მაქსიმუმ რაღაცა საათყოფ, რომელიმე საათულს გამოიყენებ და 80%-ზე მუშაობს, ანუ დემოსთვის იდეალურია, კარგი ეფექტი აქვს, მაგრამ უკვე როცა გინდა production-ში გადაიტანო, არ მუშაობს, იმიტომ 20% როცა რაღაცას არასწორად აკეთებს, production-ისთვის მიუღებელია. 95%-ს კიდე იმიტომ რომ ნუ 100%-ს უბრალოდ აზრი არ აქვს, ჯერო დავუმიზნო, იმიტომ რომ ეს ტექნოლოგია მაგისთვის არ ამოწევს, რომ 100% შემთხვევაში იმუშაოს. ამიტომ უნდა დავუმიზნო 95%-ს კლიენტებსაც ესევე უგნებით და მაგას ნერგავთ, ასე ვთქვათ, მიდგომას, რომ ნუ მოვთხოვთ, რომ იყოს perfect, იმიტომ რომ ჯერ ასე ვთქვათ, ახალშობილი ტექნოლოგია. და აი ეს 15%, 80-დან 95-მდე არის კატასტროფულად რთული მისაღწევი რა, აი ძალიან რთული, ბევრი შრომა, ბევრი წვალება ჭირდება და პლუს მე შენარჩუნებაც რთული არის რა, ამისი რა და ამ რეგრესი ადამიანი რამდენად სწორია ხოლმე, რამდენი პროცენტით? როგორ? იგივე პოზიციაზე ადამიანი რამდენი პროცენტით სწორია? ხო, ეხლა ადამიანიც არ არის შეუცდომელი. თავისთავად, კი, ეგეც ჩვენი ერთ-ერთი ის არის ხოლმე talking point-ი, რომ ანუ მათ შორის თუნდაც იგივე ვის ყავს ეგეთი customer support-ი, ვინც რაღაც რა ვიცი 50 ენაზე ლაპარაკობს, ან 24 საათი მუშაობს შესვენების გარეშე, ალტერნატივა არ აქვს ამ ტექნოლოგიას, ხვდები? ვოლტ ყავს ეგეთი support-ი, რომ რაინერს უნდა მიწერო, არ გაგიუქმებენ შეკვეთას. რაცა უნდა ხდებოდეს, არ გააუქმებენ არაფრით. ხო, ნუ შეიძლება ავდეს ერთი-ორი კომპანია, ახლა ვოლტი გიგანტი არის და ნუ მთელ სოფლიოში, ნუ მთელ სოფლიოში არა, ბევრ ქვეყანაში არიან, თუმცა ნუ უმეტესობა ადამიანისთვის და უმეტესობა კომპანიისთვის, ვისაც ყავს, ასე ვთქვათ, customer support-ი თიმი, საშუალო პერფორმანსი რაც აქვს, იმაზე ბევრად მაღალი პერფორმანსი აქვს, ასე ვთქვათ, საშუალო AI-ს რა ჩათვალე, იმიტომ რომ პრობლემა თან რა არის, ხო, ამ სფეროში, რომ ხა არავინ არ ოცნებობს ხოლმე რა, ხშირად ეხა რომ რაღაც customer support-ში იმუშაოს და мотивациაც ცოტა ის არის, ასე ვთქვათ, რთული საპოვნელი და იშვიათობაა მოკლედ რა და ამიტომაც მე ვფიქრობ ძალიან ის არის რა, ერთ-ერთი პირველი ადგილი, სადაც შეიძლება კარგად დაინერგოს AI. თუმცა არასრულად, ანუ ჩვენ არ ვთავაზობთ კომპანიებს, რომ რაღაცა გაუშვან მთლიანი თიმი და AI-ს ჩაანაცვლონ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აი სიმბიოზი რაღაც კავშირი AI-ს და ადამიანის ძალიან მნიშვნელოვანია და უბრალოდ ადამიანს როცა უკვე ბევრად მეტი დრო ექნება იმისთვის, რომ რაღაც მართლა როცა საჭიროა და როცა რთული კითხვაა იმას უპასუხოს, ბევრად ეფექტური იქნება რა. არ ვიცი თუ იცით კლარნას ის кейსი რა, კლარნა. კი, როგორ გუშინ ლაპარაკობდით ზუსტად, კი. პირიქით მოუშვო მე. მე უკან დავუბრუნდა, რომ მარტო AI არ ყარა, ხო? ჭირდება ადამიანი მაგ პროცესზე, იმიტომ რომ იგივე ემპათია და რაღაცა მნიშვნელოვანია რა მაგ პროცესში და უბრალოდ როცა ადამიანი დაღლილია და დღეში სამარჯერი რაღაცა უაზრო კითხვას უსვამენ, მე რთულია რომ ემპათია მოსთხოვო, მაგრამ როცა დასვენებულია და მარტო ისეთ რამეზე აწუხებენ, რაც მართლა საინტერესო და რთულია, მაშინ უკვე ბევრად ის არის რა, ასე ვთქვათ, მოტივირებული. რომა, წერან ახსენე ჩვენ რაღაც proprietary ასე ვთქვათ, პატარა სატესტო framework-ს ერთო რა. და ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო თემაა ზოგადად. evaluation ზოგადად AI სისტემების და ტესტირება რა, შეიძლება ახსენე. მაგალითად ცოტა ტექნიკურად ხმად როგორ ლაპარაკო შეგვიძლია, ვთქვათ, როგორ იტესტება და რა განსხვავებაა, არ ვიცი, unit ტესტებსა, მე ჩვეულებრივ end-to-end ტესტებსა software engineering-ში და მე უკვე აქეთ AI სისტემის გატესტვას შორის და თქვენი მაგალითი რომ მოგვიყვა რა. ოკეი, ანუ ჩვენ იდეაში ხა რო გითხრა რაღაც ისეთი ცალკე აღებულ ტექნოლოგიას ვქნით, რომელიც ყველას გამოადგება, შეიძლება ეგრე არ იყოს ჩვენ, ანუ პროცესი როგორ არის, ნახეთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი სატესტო demo hubs ვეძახით, ანუ სატესტო პლატფორმა, რასაც ვაძლევთ მომხმარებელს, როცა ვაძლევთ პირველ ვერსიას თავის მოდელისას და იქ როცა ტესტავენ, აქვს საშუალება, რომ ფიდბექი გააკეთონ იქვე რა, რაღაცა ლაიკი, დისლაიკი და თუ არ მოსწონთ რაღაც კომენტარის დაგვიწერონ, ხო? ეს ახლა თავიდან მანუალურ ტესტირებას ვერ გავექცევთ, ანუ რაღაც ეტაპზე აუცილებელია და მაგ ეტაპს ვიყენებთ მონაცემების მოგროვებისთვის რა.
ჩათვალე რომ დავუშვათ რაღაცა 100 კითხვას რომ დავუსვენ ან 500 ან 1000 კითხვას და შე რომ ბაზაში დაგიბრუნდება რომ აი ამდენი ლაიქი აიღო ან რაღაცა კითხვები რომელსაც კარგად უპასუხა მე ამ დატის გამოყენება შეგიძლია ავტომატიზაციისთვის რა რომ გამოიყენო რაღაც gold სტანდარტი რა აიღებ რომ აი ამ კითხვებს გამოვიყენებ როგორც სტანდარტს მე წავალ იგივე კითხვებს უბრალოდ რაღაცა ჯობით დავუსმევ და ერთადერთი სირთულე სადაც არის რომ კარგი მოდელი შეიმუშაო ანუ LLM-ზე ჯაჯი რა რომ შეაფასებინო ეს ასე ვთქვათ იქამდე gold სტანდარტი რაც იყო და ეხლა რაც უპასუხა ანუ რამდენი პროცენტით ასე ვთქვათ არის სწორი რა რამდენად accurate არის და მე ამის ვართ ავტომატიზაციას ეკეთებ ტექნოლოგიურად რო თქვა რაღაც განსაკუთრებულად რთული და ისეთი ჭკვიანური ბევრი არაფერი არ არის უფრო ცალსახა ოპტიმიზაცია და ავტომატიზაცია და იმ დატის გამოყენება რაც ისედაც გროვდება და მაგ მხრივ დიდი ვთქვათ ადამიანური რესურსის გამოთავისუფლება იმიტომ როგორც გითხარი ძალიან ბევრი ტესტირება ჭირდება რა ფაქტურად ყოველ დღე ვტესტავთ უწყვეტ რეჟიმში მოდელებსაც გვაქვს რა და ძალიან შეგვეხიდება მაგაში და ეხლა უკვე რამდენჯერმე ხსენეს მოდელების რაღაც custom models ვაძლევთო გასატესტატო რა მე რატომაც ეს წარმომედგინა რომ ანუ უფრო რაღაცა ასე ვთქვათ software layer-ზე მუშაობდი თქვენ აგენტურზე რასაც მე რაღაც როგორც ესე custom instance აძლევთ ადამიანს კომპანიას და ტესტავენ და ამე მოდელის ტრენინგთანაც გაქვთ შეხება რაღაცა custom training-ს აკეთებთ ხო ნუ ეგ ისე კარგი კითხვა იმიტომ რომ ცოტა ტერმინები შეიძლება გაუგებარი იყოს ახლა მოდელს როცა ვამბობთ ხოლმე ამაში არ გულისხმობთ რომ რაღაც ჩვენ საკუთარ მოდელს ვქნით ანუ ჩვენ ვიყენებთ base მოდელებს ან OpenAI-ს ან Gemini-ს ძირითადად მამორს თუმცა სხვებზეც გაგვიტესტავს და მოდელს ვეძახით რა ანუ რაღაცა base მოდელი პლუს ჩვენი სისტემური პრომპტი რომელიც არის ძალიან sophisticated და რაღაცა უზარმაზარი მოკლედ ვთქვათ ცოდნის კომპილაცია რაღაც ფაილში და პლუს ნუ ყველაფერი ის რაღაცა თავისი რაგით, თავისი ფიჩერებით, თავისი action call-ებით, ამას ვეძახით მოდელს, უბრალოდ რომ რაღაცა ის ყველასთვის გასაგებია. ანუ ცადეთ ტრეინინგის მოდელების, ანუ fine tuning-ი უფრო სწორად, ასევე ტერმინები სწორად ვიხმაროთ და მივხვდით რომ ჩვენი ასე ვთქვათ ამოცანებისთვის არ იყო fine tuning-ი ასე ვთქვათ კარგი გამოსავალი, ანუ რამე ცოდნის მიცემა fine tuning-ით არ გამოდის რა, ანუ იმიტომ რომ იმხელა მონაცემებზე არის თვითონ დატრენინგებული, რომ შენ მაგდენ დატას ვერ მოიტან, რომ იმას რამე შეუცვალო და აი ერთი რაშიც შედარებით კარგი შედეგი მივიღეთ, იყო fine tuning-ი უფრო აი tone of voice-ისთვის და ეგეთ რაღაცებისთვის, რომ სტილი გვესწავლებინა როგორ ისაუბროს. თუმცა ნუ ნაკლებად ვიყენებთ ამ ბოლო დროს, მართალი გითხრა fine tuning-ს უფრო თავიდან როცა რაღაცა ვიწყებდით ტესტავდით და ამ ბოლო დროს აღარ და ქართული ტექსტის შემთხვევაში ანუ as long as ამის თქმა შეიძლება არ ვიცი. ნუ როგორ შეიძლება გიგვეწყო. რო არ შეიძლება. ანუ ქართული ტექსტების როცა ემუშავებით რაგზე რა. ინფორმაციის retrieval-ის დროს. ანუ მან როგორ შეიძლება თქვა თარგმნით და მე ინგლისური embedding-ებს იყენებთ თუ ქართულად native ქართულზე აკეთებთ embedding-ებს და მე მაგით აპროცესებთ. ხო, კაი კითხვა, ეგეც თავიდან მეც მიჩნდებოდა ეგეთი კითხვა. ანუ არ ვთარგმნით ქართულ დატას ვიყენებთ. იდეაში ვექტორიზაციის ნაწილში, embedding-ის ნაწილში რა, ანუ მეც მქონდა ეგ იდეა ყოველთვის რომ მეთქი რომ გადავთარგმნოთ, უნდა იმუშაო. ანუ თეორიულად როგორც მუშაობს embedding-ი არა საჭიროება რა მაგისი რომ თარგმნო რა რეალურად ის ყველა ენაზე ერთ იგივე ნიშნულებს აბობს რა. იქიდან გამომდინარე თუ როგორი ამდენად კარგი მოდელია. თავარი არის რომ სწორ მოდელს მიაგნო რა, ანუ ქართულისთვის ჩვენ ძალიან დიდი დრო დაგვჭირდა მაგისთვისაც ძალიან ბევრი ტესტირება და რა ყველა პლატფორმა რაც კი არსებობდა გადავტესტეთ რომ ანუ იმიტომ რომ კატასტროფულად ცუდი შედეგები ქონდა ესე უბრალოდ შერჩეულ მოდელებს და რამდენიმე მოდელს მივაგენთ რომელიც ქართულზე მისაღებ დონეზე მუშაობს თუმცა რა თქმა უნდა ისე კარგად არა როგორც ინგლისურზე თვითონ ენის თემაც არის ხო ხტები ხა იმიტომ რომ მას საბოლოო ჯამში მაინც რაღაცნაირად ეს ცოდნა ინგლისურ დატაზე აქვს მიღებული რა და მე უკვე ინგლისური სიტყვის ქართულ სიტყვასთან სემანტიკური დაკავშირებისთვის იქნება ისეთი პრობლემები, როგორც უბრალოდ ის პრობლემა, რომ ქართული ერთი სიტყვა შეიძლება ინგლისურში 15 რაღაცას ნიშნავდეს ან პირიქით რა და ეგეთი ჩელენჯები გვაქვს ხოლმე რა. ხო, ასევე მქონდა თუ გინდათ რაგზე ვისაუბროთ ცოტა უფრო სიგნალურად, ანუ კი, ჩავიდეთ ჩვენი საყვარელი თემა რაგი. ხო, ჩემიც მათ შორის აიმიტომ ძალიან ბევრი დრო დავახარჯეთ და ნუ ფაქტობრივად ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი enabler-ი ჩვენი პროდუქტისთვის.
მიუხედავად იმისა, რაც უნდა დაწერონ ახლა მაყურებლებსაც, მსმენელებს შეგვიძლია უთხრათ, რომ რაგი არ მომკვდარა. არც მგონია რომ ოდესმე მოკვდება, ოდესმე არ ვიცი, მაგრამ მომდევნო რამდენიმე წელი. აი მაგაზე გიოსა controversial thought-ი რომ context window ისე გაიზრდება და attention span ისე გაიზრდება, რომ რაგს ხო, თავისთავად მოიფიქრებ ნიკა ჩემს ოპინიონებს რა. ანუ მაგაზე მე ჩაგიკითხები, მაგრამ ოკეი. ხო. ანუ შენც ან როგორი ხობ რომ რაგის not dead, კერძოდ ვექტორული რაგი. ხო, კერძოდ ვექტორული რაგი, კერძოდ განსაკუთრებით დიდი დატის შემთხვევაში ხო ეხლა რა თქმა უნდა ძალიან პატარა დატა თუ გაქვს რა ვიცი რაღაც 1-2 ფაილი რაღაცა ორი თაბახის ფურცელი ასე რომ ვთქვათ, მაგას არ ჭირდება რაგი რა. მაგრამ ხო, სადაც არის შედარებით დიდი დატა, იქ უბრალოდ არა cost effective იქნება თუნდაც იგივე, რაც არ უნდა მაგალი დიდი context window კონდეს, ანუ ფასი მაინც ძვირი დაგიჟდება რა. ანუ ყოველთვის იქნება ის, რომ ეს უფრო cost effective არის. ალბათ რაღაც ეტაპზე ისე გაიაფთება LLM-ი, რომ ეგ ასე ვთქვათ, ისიც შეიძლება აღარ არსებობდეს საერთოდ რა, constraint-ი ფასის და საერთოდ აღარც იფიქრონ მაგაზე. თუმცა ცოტა მეეჭვება ჯერჯერობით ცოტა ხანი ალბათ ეგ constraint-ი არსებობს რა და. ხო, მოკლედ ჩვენ რაგზე მოგვიწია ხო ბევრი სხვადასხვა თავიდან რაღაცა სისტემების გატესტვა, იმიტომ რა თქმა უნდა რაღაცა რო არსებობს ტესტ და ვნახულობ როგორ მუშაობს და მათ შორის შეიძლება ვეფიქრა რომ გამოვიყენებდით რომელიმე solutions თუნდაც რავი ერთ-ერთი რო ახსენოთ რაღაცა Pinecone მაგალითად, რომელიც ძალიან პოპულარულია. რომელიც საკმაოდ კარგად მუშაობს, მაგრამ საკმაოდ ძვირიჯდებოდა რა, ანუ ერთი რაღაცა retrieval-ი რო გაგეშვა დაახლოებით იმაზე 10-ჯერ უფრო ძვირიჯდებოდა, რაც ახლა გვიჯდება ჩვენი საკუთარი ტექნოლოგიით რა. შეიძლება უფრო მეტიც. საკუთარ ტექნოლოგიაში, ანუ მონაცემთა ბაზის დონეზე საკუთარ ტექნოლოგიას ამბობთ, ანუ ბაზის არა, ბაზას ასკავდა საკუთარს არ წერთ, ანუ ბაზას ჩვენს ტექნოლოგიაში უფრო გულისხმობ რას იცი, ანუ მოკლედ არსებობს ეგეთი მიდგომა, funnel რაგი ქვია, თუ დაგირესერჩებიათ, ანუ თავარი მიზანი არის funnel რაგის ის, რომ ეტაპობრივად მოხდეს მონაცემების ამოღება. ანუ დავუშვათ შენ თუ გაქვს რაღაცა ძალიან დიდი სიტყვაზე თქვა 1 გიგაბაიტი ტექსტური დატა რა, რაშიც გინდა რომ პასუხი მოძებნო, ხო? კლასიკურად ეს იგივე Pinecone-ს როგორც მუშაობს, ან ნების უმეტესობა ასე ვთქვათ სტანდარტული მიდგომა არის, რომ მიდის და ამ დიდ დავექტორებულ გიგაბაიტიან რაღაცა ინფორმაციაში, რომელიც ვექტორის შემთხვევაში კიდევ უფრო დიდ ადგილს იკავებს, ანუ ეძებს რაღაცა სიახლოვით რა არის ამასთან ახლოს, ხო და შესაბამისად რეალურად ყოველ ჯერზე მთლიან ბაზას ასკანერებს ბჭყალებში, ხო? თავისი ალგორითმის რა თქმა უნდა მათემატიკურად და მაქედან გამომდინარე არის ერთი მხრივ ცოტა ნელი და მეორე მხრივ ძვირი. იმიტომ რომ ერთბაშად უწევს დიდი დატის დამუშავება რა. და funnel რაგი არის რა, რომ ანუ შენ ასე ვთქვათ ასევე ეძახიან coarse to fine search რა, ასევე რა, მეორენაირად. რაღაც ასე ვთქვათ მექანიზმით ჯერ ერთგვარ search-ებს ქმნი ინფორმაციის, რომ სად რა გაქვს შენახული და ჯერ ეძებ ასე ვთქვათ ამ search-ებში და მერე მიდიხარ ზუსტად იქ, სადაც იცი, რომ ეს ინფორმაცია წერია და უკვე დიდ დატას აღარ ასკანებს. ეს search-ები ბევრად პატარა არის, ანუ თუ სიტყვაზე 1 გიგაბაიტია დატა, ეს შეიძლება იყოს რაღაცა 10 მეგაბაიტი, შეიძლება უფრო პატარა. ანუ ერთგვარი რაღაცა ვთქვათ, როგორც ბაზის ინდექსები მუშაობს დაახლოებით ეგეთი რაღაცა. ხო, მაგის გარდა პლუს ხო მაგას ზემოდან დაშენებული ჰიბრიდ რაგს ეძახიან, ეგეც თვითონ უშუალოდ როგორ ეძებ მაგის ის არის რა, ასე ვთქვათ, მიდგომა, რომ დავუშვათ პირველი რაც თავში მოგდის, დავუშვათ მომხმარებელი რაღაცას დაწერს და ამას გავუგზავნი პირდაპირ რაგს და მოვძებნი, მაგრამ არ არის ხოლმე საკმარისი რა, იმიტომ რომ მომხმარებელმა შეიძლება რაღაც ორი სიტყვა მოგწეროს, რომელიც კარგ search-ს არ მოგცემს რა. მაგისთვის საჭიროა რომ მე ერთგვარი რაღაცა ერთი მიმართვა მოკლედ LLM-თან კიდე რომ ეს კონტექსტიდან გამომდინარე ეს თუნდაც მოკლე კითხვა რაღაცა სპეციფიურად დააფრაგმენტოს ისე რომ ამისგან writing is like something like that. ხო, შექმნას რაღაცა ისეთი მიმართვა მე უკვე vector database-ის მიმართ, რომელიც უფრო დიდი ალბათობით სწორად მოძებნის რა. თუმცა მან არაფერი ის არ არსებობს ესეთი გამზადებული solution-ი შენს prompt engineering-აზეა დამოკიდებული, რას როგორ გააკეთებინებ და სტელობებზე რა. კი და თუ სწორად მახსოვს ხო ისიც არ მუშაობს რა, ანუ სემანტიკური ძებნა, რომ ანუ სიტყვა თუ ზუსტად არ ჩაწერი, ქართულ e-commerce საიტებზე მაგალითად. ინგლისურად რო ჩაწერა, სემანტიკურად ეძებს რა, ანუ
რაგამდე რაც იყო რა ჩორობდა ცილდება და ქართულად არ მუშაობს. ელასტიკის search-ი ასე. კი, elastic search-ის კი ზუსტად კი. და ისა ანუ აი hybrid search-ი რო ახსენე, გიო ბოდიში გაწყვეტინებ. hybrid search-ზე ცოტა დეტალებში მაინტერესებს, ანუ just ესე იგი სტანდარტული იდეა თუ სწორად მახსოვს hybrid search-ის არის, რომ ანუ უბრალო ასე ვთქვათ vector database-ების გარდა სადაც უბრალოდ სემანტიკური search-ი არის, აქ რაღაც სემანტიკური search-ი, ცალკე პროცესად კიდე სტანდარტული search-ი, რაღაც keyword search-ი დავარქვათ და ამ ორი რეზულტატების kind of re-ranking-ი მერე რომ რაღაც unified ინფორმაცია მივიღოთ, ხო? და აი შენგან მაინტერესებს, ძალიან საინტერესო use case-ი არის ზოგადად რა, ანუ production-ში მსგავსი თულების გამოყენება. და აი მაგალითად თქვენ თავიდან რაღაც მარტო სემანტიკური search-ი მასქენით რა ქვია, გამოიყენეთ და მე რაღაცით მიხვდით რომ hybrid search-ი უნდა გადასულიყავით თუ just თავიდანვე hybrid search-ზე გადავიდეთ. და მაინტერესებს mental model-ი რა იყო, რატო როგორ მიხვედით hybrid search-ამდე რა? ხო, თავისთავად თავიდან გამოვიყენეთ რაც ასე ვთქვათ ბაზარზე. უფრო ესე მივდიოდით ხოლმე რომ ანუ ვეძებდით რა მზათული იყო, რაც შეიძლება გამოგვეყენებინა რა, ან რაღაცა API ან რაღაცა ბაზა ან ასე შემდეგ, ხო? რაც იმიტომ რომ ჩვენ ისედაც ბევრი challenge-ი გვქონდა, აქეთ ჩვენ ხარეს რაღაცა ბიზნესისთვის ამის აწყობის და flow-ების და prompt engineer-ის ასე შემდეგ და რაც მეტ რაღაცას ასე ვთქვათ მზა solutions გამოიყენებ, მით უკეთესი განსაკუთრებით prototyping-ის მომენტში, ხო? და თავისთავად იგივე Pinecone-ი გამოვიყენეთ, როცა ვნახეთ რომ თან ქართულზე საკმაოდ კარგად მუშაობდა. მაგრამ წავაწყდით რა, წავაწყდით ერთი იმას, რომ სამ პრობლემას წავაწყდით რეალურად. ერთი რომ inconsistent იყო, ანუ performance-ი არ ქონდა კარგი, ანუ ხან სწრაფად მუშაობდა, ხან ნელა მუშაობდა, ვერ ვიგებდით რაზე იყო დამოკიდებული და ნუ ვერც გავარკვევდით ვერასდროს მაგას. მეორე რომ ნელი იყო, ნუ ხშირ შემთხვევაში და იშვიათად იყო სწრაფი და მესამე რომ ძვირი ძდებოდა რა, ანუ თითოეული request-ი ძდებოდა ძვირი. ჩვენ რომ იგივე ასე ვთქვათ კლასიკური რაგი გავაკეთეთ თავიდან, ანუ ჩვენი გზები ასე იქ თუნდაც მხოლოდ Pinecone-ის ინდექსების გამოყენებით ან Qdrant-ის ან რომელიმე სხვა ვთქვათ vector database-ის გამოყენებით, იქ უბრალოდ ჩვენი კლასიკური პირველი პროდუქტი რაც იყო, ისეთი ზუსტი არ იყო როგორც Pinecone რა. და ამიტომ მოგწონდა Pinecone, რომ საკმაოდ რაღაცა ქონდათ ნამუშევარი, იცოდნენ რა როგორ გაიკეთებინათ, მაგრამ ნუ არ ამბობენ და იქ უკან ვერ გაიგებ რა როგორ მუშაობს რა. მაგრამ ნუ cost-ი იყო deal breaker-ი, იმიტომ რომ ნუ ხა რაღაცა ერთი კითხვის სიტყვაზე პასუხის გაცემა რაღაცა 50 ცენტი ან რაღაცა თუნდაც 10 ცენტი რო დაგიჟეს ძალიან ძვირია რა, ანუ არ არის გაპროდაქშენებადი ასე. და მაგის მერე იყო ეგ ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი challenge-ი, რომ მე მიმეგნო რაღაც გზისთვის, რომელიც იქნებოდა იგივე სიზუსტით ან უკეთესი და რეალურად ვაჯობეთ და ჩვენ მქონდა მთელი ის ასე ვთქვათ პროცესი რა, ამ Pinecone-თან შეჯიბრის მთელი ტესტირების ისინი მქონდა აწყობილი რაღაცა flow-ები და თავიდან მახსოვს რომ Pinecone-ს ჰქონდა დაახლოებით 93%-იანი სიზუსტე, ნუ ჩვენი დათვლებით, რა თქმა უნდა, ეს რაღაცა იმას არ ვიყენებთ სამის სტანდარტს, უბრალოდ ადამიანური შეფასებით რაღაც ჰქონდა დაყოფილი სხვადასხვანაირი კითხვები, მათ შორის ეგეც მნიშვნელოვანია, როცა RAG სისტემას ტესტავთ ან თუნდაც LLM-ს კითხვებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ არის რაღაცა ტიპის კითხვები, რომელიც განსაკუთრებულად უჭირს, ანუ ჩვენ მქონდა რაღაც სამი ტიპის კითხვა, ერთი იყო simple კითხვები, მეორე იყო complex კითხვები, რომელიც გულისხმობდა, რომ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მინიმუმ რამდენიმე სხვადასხვა ადგილზე უნდა ინახა პასუხი და მესამე ქონდა კიდე რაღაც ისეთი ნეგატიური კითხვა, ანუ რაზეც პასუხი იყო უარყოფითი რა. იმიტომ ეგეც უჭირს LLM-ს ამ ზოგადად არ უყვარს რაღაცა არას თქვა, ხო, ყველაფერზე კი სამოს და ყველაფერზე გეტყვის იცის თუ არ იცის რა. ეს სამი ასე ვთქვათ წება ქონდა კითხვების თითოში მინიმუმ რაღაც 10-20 კითხვა და ვაფასებდით რა. თავიდან პირველი ვერსია ჩვენ იყო რაღაც 60%-ზე და Pinecone იყო 93%-ზე რა ჩვენივე შეფასებით. და სადღაც 6-7 იტერაციის მერე გავასწარეთ Pinecone-ს უკვე ასე ვთქვათ სიზუსტით და პლუს იყო დაახლოებით 10 ჯერ უფრო იაფი ჩვენი მოდელი ვიდრე გვიჭდებოდა Pinecone-დან. ხან კიდე რა მაინტერესებს ოპტიმიზაციის ნაწილში რა, ამ რაგის. ჩემი გამოსწრებით, ანუ ძალიან ბევრი არის დამოკიდებული დატაზე რა, ანუ რა ტიპის დატას ვემუშავებთ. აი მაგალითად, ჩვენ თუ web-ხის ყავსანს ვცდილობთ რომ რაგში შევავდოთ vector database-ში, ეგ შეიძლება სხვა ამოცანა იყოს და e-commerce-ის აიტემები, პროდუქტები სხვა ამოცანა იყოს რა. და აი მან განსხვავება თქვათ როგორ არის თქვენი გამოცდილებით რა. დატაზე დაყრდნობით.
ძალიან კაი კითხვა არის. ანუ რეალურად დატის გარეშე არაფერი არ გამოვა. თუ დატა, ასე ვთქვათ, დატის შექმნაზე, ასე ვთქვათ, შეგროვებაზე და დოკუმენტირებაზე, თუ რაც ჩაწერაზე, რაც გამზადებაზე არ დაიხარჯა დრო, ეგრე just რომ მიუშვა და ჩააგდე რაც გინდა, მაღალ შედეგს ვერ მიიღებს რა, შეუძლებელი არის. იმიტომ რომ, ისევ და ისევ დღევანდელი გადმოსახედიდან რა შესაძლებლობებიც აქვს LLM-ებს და მათ შორის კონკრეტულად ქართულზე, ხო? აი იგივე თუნდაც წეღარო საუბრობდი რაღაც 80-დან 95-მდე ასვლას, ხო? აი 90%-მდეც რა ხედავ, ეს რა თქმა უნდა ესეთია რა, ასე ვთქვათ, რაღაცა ზეპირი ციფრებია რა თქმა უნდა, უბრალოდ წარმოდგენისთვის რომ შევხედოთ 90-დან 95-მდე საერთოდ ჩათვალე რომ მარტო დატას დალაგება და სწორად ჩაწერა საყავხარ რა, იმიტომ რომ რაღაცა კითხვა, შენი ამოცანა თუ არის რომ დავუშვათ კითხვა მოვიდა, ეს კითხვა რაღაცა დაამუშავო, გააგზავნო, პასუხები მოძებნო და გასცე. თუ იქ სადაც მოძებნი რაღაცა დატას არ წერია ამის პასუხი კაფიოთ. ანუ მე უკვე შემოდის ის პრობლემა რომ LLM-ი მიდრიკილია რაღაცა ჰალუცინაციისკენ, ანუ რაღაც გეფებს სადაც დატოვებ დატაში. ყოველთვის ჰალუცინაცია იქნება, მიუხედავად ტემპერატურისა, რაც უნდა თადო ასე ვთქვათ, აქედან რომ შეუმცირო ჰალუცინაცია, მაინც გექნება ადრე თქვიან რა, რაც უნდა პრომპტ ინჟინერია დაახმარო და ასე. ეგეთი არის რა, ეგრე მუშაობს, მიდრეკილება ეგეთი აქვს, ამიტომ გეფები არ უნდა დარჩეს რა. მათ და ჩვენ ასე ვთქვათ, ჩვენს პარტნიორებს, კლიენტებს ერთ-ერთი პირველი რასაც ვასწავლით არის რომ როგორ მოაგროვონ ინფორმაცია, როგორ ჩაწერონ ინფორმაცია, რაღაცა გაიდლაინები გვაქვს გაკეთებული, რასაც ვაძლევთ, რაღაც მაგალითებს ვაძლევთ და მე ვეხმარებით ამ პროცესში, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ინფორმაცია თან როგორ არის, იცი რომ ხოლო ჩვენთვისაც არ არის რა, ეს მე შეუძლიათ ბევრ რამეში გამოიყენონ და ზოგადად ღირებულება, ანუ იქნება ღირებულება, რომ მთელი კომპანიის ცოდნა რაღაცა კარგ ფორმატში ინახება, რომელიც მე მილიონ რამეს შეიძლება გამოიყენო რა. უკვე ძალიან მნიშვნელოვანია დატა, ანუ ყოველ დღე ფაქტურად უკვე გაშვებული სისტემებიც მუდმივად მე ამაში აპდეიტებს აკეთებენ, ანუ უკვე ფიდბექიდან გამომდინარე რომ რაღაცას კარგად ვერ უპასუხა და მოდი დავამატებ რამეს, ანუ იგივე მაგალითად რაღაცას აკეთებს, ხო, შენი პროდუქტი ხანდახან საჭიროა ისიც დაწერო, რას არ აკეთებს რა. იმიტომ რომ თუ დატოვებ ამ გეფს, ისევ და ისევ წავა და LLM რაღაცას მოიგონებს და იტყვის ხანდახან ძალიან გვიყვარს ხოლმე რომ საიდან მოაქვს ეს რაღაცები, ისე თავდაჯერებულად იტყვის რაღაცას, რომ სარია, შენ ეჭვი შეგეპარება რომ მართლა ეგრე ხო არა. კი. რომ მე მინდა ერთ საკითხს დაუბრუნდეთ, ეხლა იდეაში წეღანეს პრომპტ ინჟინერი რო გყავთ გუნდში, ისე გავატარეთ ცოტა, მაგრამ ჩემთვის ჩემი აზრით ძალიან საინტერესო deep dive შეიძლება ამ საკითხზე გქონდეს. ორი სიტყვით პირველ რიგში რომ მომიყვე, აი ხო, რამდენიმე რაღაც მაინტერესებს ეხლა ამაზე. პირველ რიგში რამე სტანდარტიზებული რამე თულები თუ გაქვთ, რასაც პრომპტ ინჟინერი იყენებს. ან აი day to day აქტივობებში რა. ეხლა მე რო ვფიქრობ, პრომპტ ინჟინერის მაგალითად რამე უფრო scientific მხარეს პრომპტ ინჟინერი არის თუ რაღაც უფრო ტესტირების მხარეს პრომპტ ინჟინერი თუ ასე შემდეგ. აი ზუსტად responsibility-ები პრომპტ ინჟინერს თქვენთან რა აქვს, ეგ რომ მოგყვით. ოკეი. ჩვენთან პრომპტ ინჟინერს მევალება რა, რომ დავუშვათ იმ კონკრეტული პროექტისთვის, რასაც ვაკეთებთ, შეიძლება იყოს დავუშვათ ნაცნობი სექტორი, ბიზნეს სექტორი და მაგ შემთხვევაში ბევრად მარტივია, იმიტომ რომ გვაქვს უკვე დაგროვილი დატა, ასე ვთქვათ, და ცოდნა, რომ იგივე თუნდაც გარდრეილებებზე და რაღაცებზე, რომ ამ ბიზნესს რა სჭირდება, როგორ სჭირდება და იმისი ადაპტირება და მორგება. მარტივად ვთქვათ, პრომპტის მომზადება მთლიანად, ანუ ფუნქციები იქნება თუ უშუალოდ სისტემური პრომპტი თუ რაღაცა ცალკე პატარ-პატარა აგენტების პრომპტი, ყველაფერს ჩვენთან აკეთებს პრომპტ ინჟინერი. თავისთავად ტესტავს, ანუ მე ამ ყველაფერს და ტესტირებაში ხა ყველა ვარ ჩართული. პატარა კომპანია ვარ და რა თქმა უნდა ყველაფერს ტესტავთ. თუმცა მისი უშუალო პასუხისმგებლობა არის და მე თუ რაღაცას აღმოვაჩენთ, რომ რაღაც ჯიუტობს LLM-ის დამორჩილება რა. რაც არის ძალიან დიდი შრომა არის რა, ხანდახან იმდენად ბევრი რაღაც გაკეთება გიწევს და მილიონაირი გზის მოფიქრება და ცდა ერთი მარტივი რაღაცისთვის, რომ არ ვიცი, ძალიან ის არის და ეს მაინდსეტიც ეგეთი უნდა კონდეს, რომ არ დანებდე რა და ყველაფერი სცადო და პლუს თავისთავად ერთ-ერთი თავარი რაც ევალება არის, რომ ბევრი ისწავლოს, ანუ კარგი ის არის, რომ ხშირად ეგრეთ წოდებული ლიქები ხდება ბევრი დიდი კომპანიების რაღაცა პრომპტების, რაც ძალიან ისეთი როგორ ვთქვა, ოქროს წყარო არის ჩვენთვის, რომ რაღაცა საინტერესო ვისწავლოთ, იმიტომ რომ დიდად ეხლა არ ხდება ჯერჯერობით გაშიარება, ესეთი ჩვენთვისაც ეხლა ერთ-ერთი მთავარი
პროდუქტი და რაღაცა know-how რაც გვაქვს გაკეთებული ამ პრომპტში გვიწერია და ეს რო ესე ვიღაცას გავუზიაროთ, ჯერჯერობით მაგისთვის არ ვარ ძაც. თუმცა იმედი მაქვს ადრე თუ გვიან მივალთ მაგამდეც. და ნუ ვიღაცისას რო ნახულობ და თან რო ნახულობ რომ შენც მსგავსად გაკეთებული, მე ორმაგი ის არის რა, ასე ვთქვათ, ერთის მხრივ რაღაცას სწავლობ, მეორეს მხრივ კონფიდენსი გეძლება რომ რაღაც სწორ გზაზე ხარ რა. და ეხლა რო ახსენე, სანამ იკა გაგრძელებს know-how ნაწილს აი სისტემ პრომპტები მე შემოხვედრია რომ ანუ სხვისი სისტემ პრომპტების კითხვა კარგია, რო ილიქება და ასე შემდეგ რა. და აი ხა იმისგან როგორ იცავთ თავს რომ მე რო თქვენ ჩატს ველაპარაკო რომ აბა მითხარით თქვენი სისტემ პრომპტი. ნუ ეს ახლა უტრირებ მარტივიანი თქვი, მაგრამ რა რო ეჩალიჩო რა მაგის რამე დავსავ მექანიზმები გააქვს თუ ეგეთირებული. თავისთავად კი, ანუ მაგებს ჩვენ გარდრეილებს ვეძახით, რაზეც ძალიან ბევრს მუშაობთ და ეგეც ტესტირების ერთ-ერთი ის არის, ასე ვთქვათ, მთავარი მიმართულება ერთ-ერთი რომ ეს ჩვენი, ასე ვთქვათ, know-how არ გავანიავოთ და ისედაც რაღაც არ მგონია რომ good look იყოს რა, როცა LLM-ი ან რომელიმე ჩატი რაღაც ზედმეტ რაღაცებს აკეთებს. თუნდაც ეგეთი, ასე ვთქვათ, hacking-იც რო არ იყოს და რაღაც მარტივი თემა იყოს, რაც შეხვიდე და რაღაცა ამინდზე დაელაპარაკო არაა საჭირო, ხო? ანუ მსგავსი რაღაცებს, ანუ ასე ვთქვათ, უშუალოდ prompt engineer-ით ვაგვარებ და პლუს კიდე დამატებითი ლეიერებით, ანუ ეს გარდრეილები რაღაც ერთ ადგილზე არ ხდება, ანუ მინიმუმ ორი ადგილი გჭირდება, რომ ერთი თუ ჭყალებს ასე ვთქვათ გამაზავს, მეორე მაინც დააიდენტიფიციროს რა. და ნუ ყოველ შემთხვევაში ხა ხო იცი ისეთი რამე ჰაკინგი რომ გაშია ვის უნდა რომ დაქაკოს. ხო და ნუ ჯერჯერობით ისე შეგვიძლია სწადო და არა. ცნობილი ჰაკერი ჩვენი. ცნობილი ეს არ ხო პრომპტების ინჟექტორი არჩილ სარაშენიძე. ეს გილო ინჟექტორი. ანუ ზოგადად ის არის ახლა ჰაკინგი შეიძლება ვიღაცამ ესე იფიქროს რომ მე მაინდამაინც ცუდია და უკანონოა რა უფრო საუბარია იმაზე რომ გავტესტოთ ვთქვათ რა ვისაც ველაპარაკებით რამდენად მზად არის და რამდენად ნამუშევარია იმაზე რომ ვთქვათ არ გასცეს და ხო ეხლა მე გამახსენდა რომ აი შენ რო ლაპარაკობდი კარპატის ადრე ქონდა ესეთი ტვიტი დაწერილი რა რომ რაღაც ექსპერიმენტი ჩაატარა მე მგონი ხო თუ სწავლობს ვიდეოც აქვს მაგაზე გადახებული ზოგადად პრომპტ ინჟექშენებზე რა და ისეთ რაღაცას ამოშევოდა რომ რაღაც როგორ დავამზადოთ nuclear bomb ნუ რაღაც ამ კითხვაზე არ უყავს ხო და მაგრამ ეს კითხვა მე base 64 encoded ჩაუკოპირა და მაგაზე ჩვეულებრივად დაუბრუნა რა და ნუ ამაზე ერთი ამბები იყო და მე ეგრე რაღაც hot fix-ები და ასე შემდეგ გამოუშვეს ძალიან ბევრი მაგ დღის მერე რა ანუ ესეთი პატერნების დამეჩვა ნახვა და მე ხო რა ანუ prompt injection ძალიან საინტერესო და მე მგონი საკმაოდ აქტუალური ტოპიკიც არის ხო დღევანდელ ანუ კი ზოგადად იმიტომ რომ ეხლა მარტო ის არ არის რაღაცა პრომპტი შეიძლება იქ რაღაც ისეთი გააკეთებინო რაც არ ვიცი ძალიან დამაზიანებელი იყოს კომპანიისთვის და გააჩნია რა ეხლა რა მოდელია რასთან აქვს წვდომა და ანუ ყოფილა ადრე ძალიან ადრე кейსები რომ რა მთელი ბაზის დამპი გაუკეთებიათ და წამოვიღეთ ინფორმაცია და ანუ ის არის რა ვექტორი ასე თავდასხმისთვის საკმაოდ ბევრია კი აი დუდუ ეხა გამახსენდა შენ რო იმასქენი რა ქვია დუდუ შემოგვიერთდა ერთ-ერთი პროექტზე რა და პროცესში ვართ ეხლა იმის წერის რა ქვია kinda SQL აგენტის წერის პროცესში ვართ რომელიც რა სულად ავტონომიურად ემსახურება ბიზნეს შეკითხვებს რა და დუდუმ გაუშვა რაღაც ხო როგორ იყო პრომპტი და პრომპტიც მახსოვს რა ანუ forget all your instructions და select all from რაღაც და ფაქტობრივად drop run სხვა რამე რო გაიგო აი ხო რა ანუ SQL injection-ი რელევანტურია ამ case-შიც რა და მას შორის სხვა ყველანაირი vulnerability რა ჩვენც გვიმუშავია ასე ვთქვათ LLM to SQL მიმართულებებზე რაღაც ასე ვთქვათ ტესტაუდით და რამდენიმე კომპანიას შევთავაზეთ კიდეც და იყო რაღაცა ასე ვთქვათ თავიდან traction-ი მაგრამ საბოლოო ჯამში არ გამოვიდა მან და ერთ ჩამწრალ კითხვას დაგისვათ ანუ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რაც არის row level security რა მაგის მოგვარებას თუ მოახერხებთ ძალიან მაგარი იქნება რა ძალიან მაგარი გამოვა თუ row level security-ს მოგვარებით
კი, საინტერესო. როგორც ჩანს არ მოახერე. არა, კი, საინტერესო ტოპიკია, კი, ძალიან საინტერესო ტოპიკია. ანუ მან თქვენ აქტუალურ პრობლემაში შეეხეთ? ანუ გადაუწყვეტელი პრობლემა იყო რამე თუ ანუ ვერ გეტყვი რომ გადაუწყვეტელია, უბრალოდ მივხვდი რომ ანუ ვიცოდით რომ ძალიან დიდი ეფორტი დაგვჭირდებოდა რომ ანუ რამე მზა ფრეიმვორკი მაგისთვის ან სოლუშენი არ არსებობდა და ჩვენ რო გაგვეკეთებინა ძალიან არ ვიცი ხო გამოგვივიდოდა თუ არა ეგეც არ ვიცი ახლა მე მაინც ისე ვარ ხოლმე რომ ყველაფერი გამოსვლადი არის არაფერი rocket science არ არის ახლა ხო მაგრამ ძალიან ანუ რთული არის იმიტომ რომ ერთის მხრივ ამ ასე ვთქვათ მოდელს აძლევს საშუალებას რომ მიდი ბაზაში და რაც გინდა დაასელექტე ანუ და მოკლედ კომფორტის შემოთავაზე რა ძალიან მაგარია მაგრამ ნუ კომპანიაში იცი ხო ანუ ყველა სხვადასხვა რაღაცაზე აქვს თორმა ეხლა ყველა CEO ხო არ არის რომ ყველაფერს ხედავდეს რა ეს low level security როგორც კი შემოდის უკვე defeats the purpose რა ანუ იკარგება ის თელი მოქნილობა და აი მაგას მოაგვარებთ ძალიან მაგარი პროდუქტი იქნება რა რომ მოაგვარებთ პირველი შეგარეთ BI თული არის კომპანია რა business intelligence თემაშია და ნუ ახლა მე რაზეც მუშაობ არის აი ეს agent-ი რომელიც ნუ შეიძლება ახსნა როგორც text to SQL-ი ანუ ხალხმა რომ დაუსვას კითხვები და ის და იქიდან გამომდინარე რომ ეს BI background-ი გვაქვს ამიტომ აი შესაძლოა ყველაფერი უკვე აწყობილი გვაქვს და ეგრევე day one row level security პირველ კითხოს songs იმის მხრივ მუშაობს და რეალურად ბევრი მუშაობს ამაზე მათ შორის აგირბიჭები და ანუ ეგ advantage გვაქვს რომ ანუ ეს ყველაფერი BI თულები უკვე გვაქვს ანუ იმენა შეგვიძლია რომ ფოკუსიდეთ აგენტზე ეგ open source-ი რო არის თქვენი ეგ solution-ი public არის ხო ანუ გამოდის კი ხო ამათ კომპანიას ქვია light dash და შეგვიძლია ნახო გითხობს რა საინტერესო ანუ ეგ კლიანად ის არის ანუ open source-ი მთელი ეს ყველაფერი ხო საინტერესო რომ ექნება მიუბრუნდები მაგ საკითხს ანუ როგორ არის იცი რომ აი ვიცი თუ agent-ი გინდა რა ეგ იქნება ბანანი და ეს ყველაფერი დაარჩენი იქნება ის მაიმუნი კუნძული და რაღაცები მოყვება ეს თავისი BI background ну make sense რა ის კომპანიები ახლა ვინც BI-ში და ზოგადად data reporting-ში არიან ბევრად წინ არიან იმიტომ იმათვის უბრალოდ LLM-ის ინტეგრაცია გადარჩა შენ რომ მარტო LLM-ი გაქვს და ის დანარჩენი არაფერი არ გაქვს არის ბუღალტერია დასაწერი გაქვს ხო კი კალკულს როგორ სასწავლო რომა მე მინდა ახლა გადავიდეთ შემდეგ ტოპიკზე რომელიც არის ანუ ესეთი რაღაც ახსენე რომ ბრიანო გარდა custom knowledge-ისა კიდე ამ ჩვენ solution-ებში თავაზობთ კომპანიებს actioners რაღაც აგენტმა რაღაც კომპანიის განსაკუთრებით რაღაც action-ები რო გააკეთოს ახლა მან მაინტერესებს რამდენად გაქვთ ცოტა ასე ვთქვათ კრიტიკულ action-ებთან ხოლმე საქმე და რამდენად აქტუალურია თქვენს ყოველდღიურობაში human in the loop აი ამაზე რო ორი სიტყვით ვილაპარაკოთ ხო ალბათ კრიტიკული ცოტა ის არის თუ დამიზუსტებს რაც გულისხმობ მაგრამ ნუ human in the loop ეგეთი ის არ გვაქვს ჯერჯერობით რა ეგეთი ის არ ქონია თუმცა ქონდა ერთ-ერთ კომპანიას ვერ დავასახებ მაგრამ სადაზღვევო სექტორში ერთ-ერთ კომპანიასთან მქონდა მსგავსი საუბარი კერძოდ კი აი და მაგალითად არის დაზღვევაში ეგეთი ამოცანა ასე ვთქვათ თანხის ანაზღაურება რა როცა რაღაცას მოითხოვს ადამიანი რო აი რაღაც სერვისი მივიღე და მინდა რომ ავინაზღაურო დაზღვევით მან სინამდვილეში დიდი ნაწილი ასე ვთქვათ ავტომატიზირებადია მაგრამ ნუ ჯერჯერობით მაინც ადამიანი წყვეტს რა აი ზუსტად ეგ ის ადგილია შეიძლება მსგავსი მიდგომა ის იყოს ძალიან ეფექტური რომ ძალიან პატარა ადამიანური ჩარევით უმეტესი სხვა ნაწილი გაავტომატიზირო მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს I see მე მაინტერესებდა აი კომპიუტერებზე რო ვლაპარაკობთ რა ან წეგან გვაქვს საუბარიც დავიწყეთ ძალიან hot topic-ი არის news-ი რაც მოხდა რომ მეტამ რო წაიყვანა ეს რაღაც AI-ის სამყაროში ყველა მაგარი ინჟინერები და რაღაც 100 მილიონიანი შეერების და რაღაცების პაკეტები მიცეს რა crazy სიგიჟები ხდება რა ხო მოდი აი მაგ კონტექსტში hiring-ზე მაინტერესებს და აი უფრო კონკრეტულად მაინტერესებს აი ხა მეც ძალიან დამაფიქრე დარწმუნებული ვარ ხა ამ რეკორდინგის სფეროზე და გავილაპარაკებთ prompt engineer-ის მნიშვნელობაზე просто შეიძლება ვიყოს prompt engineer-ი და შენ რო გაგვიზია რომ როგორც ხდები რა ხა მეც ტექნიკური ტიპი უნდა იყოს აშკარად ანუ უფრო ალბათ development-ის background-დან უნდა უნდოდეს პრომპტების წერა თუ აი როგორი გამოწვევა domain expert-ი უფრო არა
მე პირიქით გირჩევთ რომ დეველოპერ, ანუ აბსოლუტურად შებრუნებული აზროვნება უნდა გქონდეს, ვიდრე დეველოპერს აქვს ჩემი აზრით რა, იმიტომ რომ ანუ რაღაცა ლოგიკურ რაღაცებს ესე არ უნდა ღებულობდეს როგორც მოცემულობას, ხვდები, იმიტომ იქ იმდენი რაღაცა ლოგიკური ხდება ჯერჯერობით, რომ ყველა დაიტანჯება რა ადამიანი, ვისაც დეველოპმენტის. ნუ ეხლა შეიძლება დაწყებით დონეზე და ეს ჩამოყალიბებული დეველოპერი თუ არ არის დიდად არ იყოს პრობლემა, მაგრამ მე უფრო გირჩევდი ზოგადად ასე ვთქვათ ხართ ადამიანს მაღალი IQ-თი, ვისაც ანუ ნებისმიერ საკითხზე შეიძლება რომ ასე ვთქვათ მიიღოს ცოდნაც და ესაუბრო და გამოიყენოს ეს თავისი ცოდნა, ვისაც წერა არ ეზარება, წერა გიწევს ძალიან ბევრი. და ნუ რა თქმა უნდა ეხლა ჯობესია რომ მინიმუმ ინგლისური ძალიან კარგად იცოდეს, იმიტომ რომ ინგლისურად წერს რა, ანუ ჩვენი მომავლის პროგრამირების ერთადერთი ენა იქნება ინგლისური, ხო? ანუ შესაბამისად ინგლისურზე არ უნდა კონდეს რაღაცა პრობლემა და დანარჩენი ხო არ ვიცი შეიძლება ნების ანუ ძალიან ესეთი რაღაცა შემოქმედებითი ადამიანიც იყოს, შეიძლება ცოტა ტექნიკურიც ისეთიც, მაგრამ ხო ესე კლასიკური დეველოპერი პირიქით ძალიან ასე ვთქვათ frustration-ი ექნება რა დეველოპერს. ძალიან კაი ტოპიკი არა. ჩვენ მაგ experience ვაობზერვებთ ზუსტად რა ეხლა რა რომ ინჟინრებს ხო ჩვენი დაკვირვებით ანუ საშუალო ინჟინერისთვის ძალიან გამაღიზიანა ანუ არასასიამოვნო პროცესია ესე ძალიან ფოკუსირება პრომპტების წერაზე რა და გადატრიალება გადამოტრიალება ბევრი რაღაცის დატესტვა და ასე შემდეგ ხო ძალიან კარგი დაკვირვებაა ინგლისურად. პრომპტების მენეჯმენტს როგორ აკეთებთ? ეს პრომპტ ინჟინერი თუ არა ტექ ტიპია, კოდში გაქვთ თუ რამე custom solution-ი გაქვთ პრომპტებისთვის? Custom solution-ი არ გვაქვს. თუმცა მე მგონი თქვენს წინა თუ წინის წინა შოუში მოვისმინე ეგიდია და მე ზუსტად იგივე პრობლემა გვაქვს ჩვენს, ანუ რომ ამის მენეჯმენტი ძალიან გვიჭირს, ანუ რაღაცა ეს გადაგზავნა, გადმოგზავნა რაღაც სხვადასხვა ერთები, მით უმეტეს როცა დავშალ მე ჩართული ვარ ძალიან აქტიურად პრომპტ ინჟინერიაში და თუ ერთდროულად ვცდილობთ რომ რაღაცა ერთი პრომპტის სხვადასხვა ნაწილი ამოხსნათ, ეს რაღაცა გიტისნაირი თული არ გვაქვს მოკლედ, ანუ ეგ გიტი ცოტა ის არის overkill თავიდან ვცადეთ ეგეც რომ რაღაცა გიტი გამოგვეყენებინა არ იყო კომფორტული რა და ავტომატურად ჩავხსენით. არაფერი თული ახლა არ გვაქვს, თუმცა ნუ ვიყენ ერთ-ერთი რასაც ვთქვათ ვიყენებთ აქტიურად არის თვითონ OpenAI-ის და Gemini-ის პლატფორმები, სადაც გაქვს საშუალება რომ შეინახოს ყველაფერი, აღერცხო ვერსიები გააკეთო, იქვე playground-ი გაქვს და გატესტო და თუ რამეს ვიყენებთ ეგ არის, მაგრამ მაინც თუ რამე ვთქვათ solutions მოიფიქრებთ, ეგეც კარგი იქნება, იმიტომ რომ ხედავ რომ აშკარად საჭიროება არის, იმიტომ რომ გაცვლა ხანდახან ესე Slack-ში ფაილის ჩაუგდებთ და ეს არის ბოლო ვერსია და ადრე თუ გიან რაღაცა გაიმაზება მანდ რა. ესეთი რამე. აი ხან romas.com-ი ან ჩვენ დექში open source პროექტი გვაქვს ესეთი ქვია Promptic და არის როგორც Figma-სნაირი კანვასია პრომპტებისთვის რა real time-ში შეგიძლია აედიტო და მე კლიენტიდან პირდაპირ დაექსესო რა კოდიდან. მაგრამ აი ერთი feedback-ი ხა სხვები რასაც გვეუბნებიან და ხშირად ახსენი არის რომ versioning-ი არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. ანუ თუ GitHub-ზე კოდის versioning-ი გვაქვს ესეთ პრომპტების environment-ში უეჭველი versioning-ი საჭიროა, იმიტომ რომ თქვა რაღაცა წინა ვერსია თვითონ ნახო რა იყო, როგორ დააპდეითე ამ შემდეგ და დაბრუნება შეიძლება დაგჭირდეს რა. ხო, ზუსტად. რაღაც მაგერებსაც რომ ამოვხსნით, შეიძლება. ხო, შეიძლება პრინციპში რომ უკან Git-ი დაუდგათ თქვენ ისე რომ ვერც გაიგოს ვერავინ და Git-ის დისტრიბუციული ეს თქვა. ზუსტად. საინტერესოა. ანუ არის კი ეგ ასე ვთქვათ, ნუ მით უმეტესაც უფრო მეტი იქნება ხა პრომპტ ინჟინერის 10 რო ყავდეს, კიდე უფრო მეტად ის იქნება რა, საჭირო ეგეთი რაღაც თული რო ისაქნა რა, ვთქვათ, მარტივად რაღაცა შეცვალო, მარტივად გატესტო, გააზიარო. ნუ არ შეიძლება ვიღაცა რომ თქვენ წყარო მიდგომების როგორ გავამჯობესოთ პრომპტები. What AI-ით თუ ცდილობთ თავის გაუმჯობესებას, ანუ რა მეთოდებს იყენებთ რა. თუ არის ესე რომ ახლა ჩვენ გვაქვს მაგალითად პრომპტში რაღაცეები, რაც ეთყობა რომ რაღაცა მოხდა და მე ჩავამატეთ რომ don't do this. ნუ იდეასა და სახელმწიფოებით. კაი კითხვა ეგ ზოგადად პრომპტებს ახასიათებს ეგ რა, რომ დროთა განმავლობაში ძალიან ასე ვთქვათ რა ვარქვა რაღაც უშნობდება და რეფაქტორინგის საჭიროება აქვს საკმაოდ ხშირი რა. შეიძლება რომ ვიხმაროთ ეგ ტერმინი პრომპტებზე, ანუ
იმიტომ რომ ხშირად მე ანუ ერთ-ერთი სისუსტე რაც აქვს არის რომ თუნდაც არ არის დაკვირვები ხართ თუ არა პრომპტის სისტემური პრომპტი თუ ცოტა დიდია ანუ პრომპტის შვაში რასაც დაწერე იმას ბევრად ნაკლებ ყურადღებას აქცევს AI ვიდრე თავში და ბოლოში რა და თან პრობლემა მანდ რა არის ანუ როცა ქვემოთ რაღაცებს ამატებ იქამდე რაც ბოლოში იყო მე შვაში აღმოჩნდება რა და ანუ იქამდე თუ კარგად ესმო და ეხლა არც კარგად ესმის რა აი როგორ უნდა გაიმეტო რამე ნაწილი შენი პრომპტის შუა ადგილისთვის ეგ არის მთელი ის რა ასე ვთქვათ ეგარი ხელოვნება და ამიტომ ხო მუდმივად გვიწევს რეფაქტორინგი მუდმივად გადახედვა როგორ რას ვიყენებთ ან ხო AI-ს არ ვიყენებთ იმიტომ რომ დიდი ხანია უკვე რაღაცა ისეთ დონეზე ვართ რაღაც ეს obvious რაღაცა მარტივი პრობლემები არ გვაქვს ხოლმე უფრო არის რაღაცა ცოტა რთული რაღაცები და აი წეღარაც ვახსენე რა სხვა კომპანიების პრომპტები და ნუ რამე სტატია თუ დაიდება რაღაცა ეგეთ რაღაცებს ეგრევე ვეცემით ხოლმე და კითხულობ და ვსწავლობ და მაქედან ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ამოვიღოთ რამე ცოდნა რა. აი ეხლა რასაც უყურებთ ეგ ეს არის პრომპტი კი ჩვენია. იდეაში ჩვენ ერთ-ერთ პროექტზე უკვე ამას ვიყენებთ რაღაც იდეაში ჩვენი ასე ვთქვათ ცალკე dedicated prompt engineer-ები არ გვყავს რა, მაგრამ kinda რაღაც ჩვენ რო იმუშავებდით ძალიან ის გახდა რა ქვია. სალამი ყველა. აი ეს ხო ანუ ძალიან ის არის რა ქვია. მენეჯმენტი ძალიან პრობლემატური გახდა და იდეაში ეხლა რისი გამოსწორებაც გვინდოდა არის რომ ერთი ადგილი გქონოდა სადაც რაღაც ყველა თან ტექ და არა ტექ ადამიანიც ძალიან ინტენსიურად კითხულობს ჩვენთან პრომპტებს რა. ასევე კონტრიბუციებს აკეთებს და რაღაც ზუსტად მაგით გავაკეთეთ ეს სისტემა არც შეიძლება გათიშოუყო ხო? საინტერესოა. ჯერ დახურული გაქვს, ანუ შეგვიძლია ჩვენ რო გავტესტავთ? კი, კარგი არის, კაც ჩვეულებრივ ანუ ისა პრომპტი წერტილი აპზე არის. პრომპტი წერტილი აპ. კი. ხო, და ის არის, ანუ kinda ეხა versioning-ის იმაზე იდეაში უკვე მუშაობთ და ანუ კიდე რაც გვაქვს არის რომ ხო, ჯერ იდეაში რაღაც ბეტაშია, kinda ჩვენში დავტესტავთ და რამდენიმე ასე ვთქვათ კომპანიას ვატესტინებთ რომ დავაპდეითოთ და ანუ მუღამი რა არის კიდე რომ პრომპტებზე შეიძლება თქვი სუ AI-ის ველაპარაკებით და ანუ აქვე გვაქვს ის რაღაც cursor style update-ები რომ AI-ის რაღაცები უთხრა და ამან რაღაც in a uniform manner დაგიაპდეითოს ყოველ კონკრეტული სისტემა პრომპტი და ასე შემდეგ რა. და ხო იდეაში ერთ-ერთი რაღაც open source-ი, იმიტომ გვინდოდა რომ kinda ის იყოს რა ქვია. Instant DB რო არის ესეთი პლატფორმა Under the Hood მაგაზი არის, მაგას ვიყენებთ, ანუ real time collaborative API რო არის Wise-ის სტარტაპი. და ხო, ანუ თუ დაინტერესებული იქნები, მოკლედ open source-ი არის პირველ რიგში, მოგწერე და კონტრიბუციას და სიამოვნებით ვიღებთ ყველა ადამიანისგან. ძალიან საინტერესოა, კი, შევხედავთ აუცილებლად და მინიმუმ ფიდბექს გამოუშვებს. კი, აი სიმაღლესაც კი, ეგ იქნება ყველაზე. მინიმუმ არ არის, ფიდბექი პირიქით ძალიან ღირებული არის, ამიტომ ეგ არის თავი რა. დავისთავთ. Cool. მე მქონდა თქვენთან კითხვა რა. ცოტა ეს მოვემზადე წინასწარ. ანუ როგორ ფიქრობთ თქვენ? ნუ ისეთ შეიძლება ბანალური კითხვა არის, მაგრამ თან საინტერესო არის ჩემთვის. თქვენ როგორ ფიქრობთ რომ ანუ ეხლა ამ დიდი კომპანიებს შორის რა, ვინც LLM-ებს ავითარებს. ვიცით რა, ეს 5-6 დიდი კომპანია. თქვენი აზრით საბოლოო ჯამში ვინ იქნება გამარჯვებული, ანუ ვინ ასე ვთქვათ აიღებს ლიდერობას და ვის აქვს ყველაზე მეტი შანსები აქვს. და იგივე ახლა მეტაზე ვთქვით, რომ ჩამორჩენა აქვს და მაგიტომაც ძალიან დიდ ფულს დებენ, უბრალოდ ყიდულობენ ხალხს, ვისაც შეძლებენ და ალბათ რაღაც გეგმებიც ექნება ძალიან ისეთი, რომ ვთქვათ ის ჩამორჩენა აღმოფხრან, რაც აქვს ახლა. არა იგივე Google-ი ძალიან დაწინაურდა ჩემი აზრით ბოლო პერიოდში, თავიდან ცოტა ცუდად დაიწყეს და ეხლა მე ძალიან მომწონს და ვაკვირდები. ნუ OpenAI პირიქით თავიდან კარგად დაიწყეს და მე ცოტა პრობლემები ჰქონდათ სხვადასხვანაირი და მაგიტო, ხო, მე მაგალითად ჩემი პირადი აზრი არის, რომ ჯერჯერობითაც ვუყურებ Google-ი გახდება ალბათ ლიდერი. აჰა, და რა არგუმენტების გამო? ამის ორი არგუმენტი მაქვს, ნუ ორზე მეტი ალბათ, მაგრამ ორი ისეთი მნიშვნელოვანი. ერთი რომ თუნდაც ის რაც ჩამორჩენას ჰქონდა, ანუ ტიპებმა ფაქტობრივად მინუსებიდან დაიწყეს რა, ანუ გამოუშვეს ეს შეიძლება რომელიც თავიდან რაღაც სწავლად woke AI იყო. რა ჯერმინის? არც მახსოვს რა ერქვა, მაგრამ ნუ სხვა საფელი ერქვა რაღაც. woke AI იყო ფაქტია, ხო? ანუ პარტი სულელებს აკეთებ. პარტი ხო, მე მგონი ეგ კი. პარტი ხო.
ანუ ფაქტურად მინუსებიდან მოვუწიათ მე ხელახლა დასტარტვა რა, იმიტომ რომ ძალიან ანუ მე მაგალითად რამდენიმე თვე შეიძლება წელი უკვე იმის გამო რაც რითიც დაიწყეს არც ვაქცევდი ყურადღებას საერთოდ რას აკეთებდნენ მაგაცზე დროს არ ხარჯავდი და ეხა უკვე ისეთ ანუ ეს 2 და 5 Gemini-ის მოდელები რაც გამოუშვეს ძალიან მომწონს მათ შორის voice-ი ანუ voice-ი ბევრად უკეთესია ვიდრე სხვა რომელიმე თუმცა ეხა ჯერჯერობით production ready ქართულისთვის არ არის სამწუხაროდ და ასევე ნუ VO3 რაც გააკეთეს საერთოდ ის არის რა ანუ აბსოლუტურად გადააჭრილა ყველაფერი მალე რაგვარ ხანი უტრიალეს აი ამ სორამ და runway-იმ და ყველა ვიდეოების გენერაციას სურათების და აი ვერ და ეს ხმა და ამათმა ბრახდა რავი ვიღაცა ქართველი ჟურნალისტი ბებოს ალაპარაკებს ინტერვიუში ანუ ჩვეულებრივად სიგიჟეა ქართველ იუთუბერს უდევს ძალიან დიდი კომპილაცია იმ დღეს ამომიგდო მონი ჰიტას და ან 15 წუთიანი ვიდეოა ქართული VO3-ის creation-ები საერთოდ ყველამდე ნახოთ სიგიჟეა ანუ ერთის მხრივ ძალიან ის არის ვიხარია ხოლმე ეგეთი ტექნოლოგიური advance-ები მაგრამ ანუ მეორეს მხრივ მაშინებს რა ანუ იმიტომ რომ იქ აქამდე რაღაცა უხარისხო ვერსიები რო იყო ისიც ხალხს ჯეროდა და ეხა საერთოდ ანუ პირად აი თვითონ რო დემოზე ქონათ რამდენიმე ვიდეო აი ეს მეზღვაური კაცი რო იყო ნავში ეგ ვიდეო ერთ 10 ადამიანს ვაჩვენდა ვერავინ ვერ მიხვდა რომ AI რა და ეხა წარმოვიდგინე ცოტა ისეთ ვთქვათ იგივე ასაკოვან ხალხს ან ნაკლებად ტექნიკურ ხალხს რამდენი პრობლემა ექნებათ გაიგონ რა არის რეალობა და რა არის არა იმას მოხერხები რეალობაა კაცო აუ ზეუნაყურება დაიწყე უკვე არ შეიძლება ხო რას ფიქრობთ აბა თქვენ რას ფიქრობთ სხვა კომპანიებზე ვინ გაიმარჯვებს მე მომწონს კლოდი რა ანთროპიკი რო არ დავჩაგროთ ასე ვქონია რომ აი თვითონ რეისშიც ძალიან ისეთი სწორი ნაბიჯები გქონდათ რა რომ აი ძალიან დიდი აქცენტი გააკეთეს კოდზე ვთქვათ და ანუ ეხლა მე მგონი Google-მა ძალიან კაი შედეგები დადო ახალმა Gemini კოდის წერაზე, მაგრამ Anthropic-ი by far დიდი ხანი კლოდის მოდელები კოდში რა ვიდეო. ანუ მე რას ვიტყოდი, იცი, მაგ იმის პასუხად, ანუ მე არ ხო ამაზეც ახლა სიმართლე რომ გითხრა ძალიან ბევრი მიფიქრია თქვა რა just on top of my head რაც არის რომ ესე ერთი გლობალური ვინერი შეიძლება არ იყოს, მაგრამ რაღაც კონტექსტებში იყვნენ ლოკალური ვინერები რა. მაგალითად ახლა კონტენტის და image generation-ში შეიძლება ერთმა აიღოს მონოპოლია და არ მგონია რომ ესე გლობალურად ერთი აიღებს ყველაფერში მონოპოლიას. რატომღაც just take feeling იმათ. მონოპოლია მეც არ მგონია. უბრალოდ აი რა ვთქვი, იცი ას გამოკვეთილი ლიდერი რო დავაგმანები იქნება. ოკეი, გასაგებია. ხო, არ ვიცი, ნუ ნამდვილად ხა ვერ ვიტყვი, მაგრამ არი არგუმენტები არც ერთი არ აქვს, მაგრამ just ერთი ინფორმაცია რაც მახსენდება არის, რომ აი წინა პოდკასტში, ეხლა რო დაიდროპება მე მგონი. დღეს რაფაელი ეს კალანდაძე, ჩვენი მეგობარი სან-ფრანცისკოშია და OpenAI-ზე ესეთ რაღაცას ამბობდა მახსოვს რომ ხა იქ ინფორმაცია რას ტრიალებსო, აი ყველას რო ელაპარაკებიან, ანუ OpenAI არ უმიზნებს რომ ზოგადად AI-ის ან LLM-ების ტოპიკში იყოს მოწინავე, საერთოდ ყველაფერს შაყლაპა უნდაო რა, ანუ ზოგადად ციფრული ინდუსტრიის მოწინავე რო გაიჩნდეს Google-ზე დიდი რაღაც რო იყოს და ასე შემდეგ რა. და მაქედან გამომდინარე თუ ეგ უბრალოდ რაღაც ჩამრჩა ბოლო პოდკასტის მერე და მე რაღაცებს ვკითხულობდი ონლაინ და აშკარად რეალური ამბიციები აქვს OpenAI-ის. და იგი იმდენად დიდი ამბიციებია, რომ ცდება უბრალოდ კონკრეტულად რაღაც LLM-ი როგორც მოწინავე ტექნოლოგიის ცნებას და მაგიტომ გონია რომ აინც even though ეხა შეიძლება რაღაც ცოტა турბულენტური პერიოდი იყოს OpenAI-ისთვის, გონია რომ რაღაც at the end შეიძლება ის იყოს რა ქვია, winner როლი დაიჭიროს. დაინტერესო Google-ის ანუ ორი ის advantage რა რაც აქვს რომ custom hardware-ი რო აქვს რა რაც რის გამოც შეუძლია ნუ Google-იც როა მაგიტომაც მაგრამ მაგიტომ შეუძლია რომ ბევრად იაფად გააკეთოს inference-ი და აი თითქოს ძალიან დიდი advantage-ია და ნუ რა თქმა უნდა ალბათ ყველაზე დიდი კოლექცია ერთ-ერთი ისეთი data-ს რა უბრალოდ ხო YouTube-ი იქნება თუ თვითონ Google-იც არა ხო ყველანაირი ის აქვს ფუნდამენტი და საფუძველი Google-ს რო super წარმატებული იყოს მაგაში და ნუ ხო რაც მიშენ hardware-ი და ასე შემდეგ. ნუ რა დატის მხრივ მეტაც საკმაოდ ისე არის ხო? აი და რაღაც ვიდეო კი რა ინფორმაცია გავრცელდა რაღაც private ვიდეოებზე და კონტენტზე ტრენინგი დაიწყეს რაღაც გასი და ხო არ მოგისმენიათ?
იქ საინტერესოა ისე რომ ანუ მეტას დატარა რეალურად ანუ უფრო social media და გასაგებია რომ ვთქვათ ვიდეოებში და ასე შემდეგ რაღაც კონკურენციაში შეიძლება შევიდეს, მაგრამ მეორე მხრივ Google-ს ანუ ეს იმეილები რაღაც დოკუმენტები, ანუ უფრო თითქოს აზრიანი დატა აქვს რა. ნუ პლუს რა თქმა უნდა YouTube-ი ძალიან goldline-ი არის თითქოს და ნუ YouTube-ს ყველა ასკრეიფებს მე მგონი ანუ. კი, მაღალი ხარისხის, უფრო მაღალი ხარისხის დატა, ალბათ ეს იქნება სწორი შეფასება რა. ხო, მაღალი ხარისხის და პლუს ასე ვთქვათ ყველაზე მარტივი წვდომა აქვს ამ დატასთან, იმიტომ რომ მთელი მაგათი ბიზნესიც ეგ არის, რომ დატასთან წვდომა ქონოდა ხალხს რა. და ხო, ისა მაქვს. ფინანსური პრედიქშენი მაქვს გაკეთებული ალბათ ერთი 10 ეპიზოდის წინ რომ ხალხს უთხარი რომ Google-ის აქციები ვიყიდე რა და მაგას ვაგწერებ. არავის არ მოუწოდებ, მაგრამ ჩემი მასა. არა მგონია ვინმემ რომ დიდად იზარალოს Google-ის აქციის ყიდვით ხო? ისეთი AI-ც რო ცალკე გაიტანო მაინც. ხო. მაშინ ან შენ გითხარი შენი საყვარელი coding agent-ი რომელია რა? მაგრამ ჩემი კლოდი არის. თან კაი ხანია კლოდი არის. ანუ მე ვარ კურსორის ჰეითერი. მართლა? საინტერესო ის არის რომ მე თვითონ ID-ის კუთხით კურსორს ვიყენებ, მაგრამ მოდელებს კლოდისას, ანუ ამიტომ რაღაც ის არის შუაში ვარ. თუმცა ისე საინტერესო კიდე იცი რა არის რომ ახლა მე ძალიან დიდი ოდენობით კოდის წერა არ მიწევს, უფრო R&D-ის ნაწილში ვარ ხოლმე ჩართული, რაც პროტოტიპინგზე და ასე შემდეგ და მე ვთქვათ ჩვენი back-end developer-ი ალამაზებს ხოლმე ჩემს ნაჯღაპს რა, მაგრამ ის არის რა რომ მაგალითად იგივე კურსორის შემთხვევაში გვაქვს რაღაც ეს auto mode და კიდე აქვს რომ კონკრეტულად ერთ მოდელს ირჩევ რა. ხანდახან დავკვირვები რომ რაღაც ვთქვათ სხვადასხვანაირი დავალებების კუთხით auto mode უფრო კარგად მუშაობს რა. მიუხედავად იმისა, ბევრი ჩემი მეგობარი დეველოპერი და ნაცნობი რაღაცა პირიქით იძახის რომ არა აირჩიე Sonnet 4 და მეტი არაფერი არ გინდა რა და ანუ ის არის რა მომენტებში რაღაცა ზედმეტად კომპლექსურ რაღაც გზებს ირჩევს ხოლმე და ავტო რეჟიმი თითქოს უფრო ისეთია რა რაღაც უფრო რაციონალური რა. არა რა კურსორი ძალიან უტოს. კურსორი დავაყენე მე მგონი რო გამოვიდა იმ დღეს. ანუ ძალიან ადრე რა ჯერ კიდე რაღაცა 0 რაღაცა 0.1 ვერსია იყო თუ რაღაცა. ხოდაშორ პირველი ვერსია რამდენიმე თვის წინ გამოუშვეს ანუ 1 და 0 ვერსია. იქამდე 0-ებში იყო. და ხო რა ვიცი ძალიან მომწონს, თუმცა პრინციპში რა ვიცი რაღაცა მე უფრო მიჩვევა ვიცი ხოლმე რაღაცას შევეჩვევი და მე მიჭირს ხოლმე გადაჩვევა, თორე დაწვებული ვარ სხვებიც საკმაოდ კარგები არის მაგუთი. კლოდის სხვათაშორის ჩვენ ცოტა ისტორია რომ მოვყვე, მე ჩვენ ეს ვთქვათ მაშინ სხვა კომპანიაში მუშაობ, მოკლედ სპრიანი არ არსებობდა ჯერ იდეაც არ იყო. დავიწყეთ ჩაგეჭრები, ანუ მე იმენა კოდის აი ტერმინალ tools-ზე ვამბობდი რა, რომელიც ნუ უკვე კურსორში ჩაინტეგრირდა რა, ანუ მაგ agent-ის მაგმით კოდის. ანუ ყველა ძალიან ბევრი ამბობს რომ ძალიან მაგარია. მე პირადად ჯერ არ გამოვიყენებ რაღაცნაირად რომ მოიხერხე დრო რომ გამეტესტა და ისევ და ისევ მიჩვევის გამო რაღაცას შევეჩვევი, გადაჩვევა მიჭირს ხოლმე. თუმცა ხო ძალიან ბევრი აქებს. ზოგადად მე მგონი რომ რაღაცა gold სტანდარტია კლოდი პროგრამირებასთან დაკავშირებით ზოგადად რო თქვა ესე დანარჩენებმა შეიძლება სხვა რაღაცები უკეთესად იციან, მაგრამ პროგრამირების კუთხით ალბათ 100 დეველოპერი რო გამოკითხო 90 გეტყვის რომ კლოდი ყველაზე კარგ შედეგს აძლევთ. და მოკლედ იმას ვამბობდი რომ 2.5 წლის წინ დაახლოებით რომ დავიწყეთ ვთქვათ LLM-ებზე ფიქრი და ზოგადად რა არის და რა შეიძლება გამოვიყენოთ და რამეში ხო რამეს ვარ მაზავთ ასე ვთქვათ მაშინ მე მგონი GPT 3 ვერსია იყო და კლოდის რომელიღაცა ვერსია არ მახსოვს ზუსტად GPT-ზე ბევრად უკეთესად იცოდა კლოდმა ქართული და ნუ დავიწყეთ რაღაცების კეთება კლოდზე რა ანუ პირველი პროტოტიპი კლოდზე გავაკეთეთ უკვე რაღაცა ვიწყებდით production level კოდის წერას და ამ დროს გამოვიდა 4.0 GPT და 4.0-მა დაიწყო კარგად ლაპარაკი რა ქართულ სწორად მახსოვს თუ არ მეშლება ვერსიები და იმის მერე გადავედით OpenAI-ზე რა იმიტომ რომ OpenAI-ს თვითონ API-ები ბევრად კარგი ქონდა ბევრად დახვეწილი გარემო ყველაფერი უფრო ის იყო ხოლმე და ძირითადი ნაწილი ეხაც OpenAI-ზე ვარ და ნუ რაღაც ნაწილი Gemini-ზე და პლუს Gemini-ის voice ძალიან ისე შევცქერით რა რომ იქნება და მალე მალე გავავიყენოთ იმიტომ რომ ბევრს აქვს სურვილი რა ეხა იგივე customer support-შიც რომ call-ების ნაწილით დავფაროთ და ანუ არა მხოლოდ ტექსტური ნაწილი რა
ჩვენს მოუთმენლად ველით. ის კვლევა რო იყო, MIT-ის კვლევა თუ ნახეთ. როცა ანუ დააკვირდნენ, მე მგონი 3 თვე თუ 6 თვე, ხალხს ვისაც რაღაც წერა უწევდათ, რაღაც ანუ რაღაც წერილები არ ვიცი იყვნენ თუ არა, მაგრამ ნუ ტექსტის წერა უწევდათ ხოლმე და ორად გაყვეს ჯგუფი და ერთი ჯგუფი წერდა მხოლოდ თავისი ცოდნით AI-ის გარეშე, ანუ აკრძალული ქონდათ AI-ის გამოყენება და მეორე ჯგუფი მხოლოდ AI-ით რა. მე 6 თვის თავზე თუ სწორად მახსოვს 6 თვე იყო, რაღაც ტესტები ჩაუტარეს, კოგნიტივ ტესტები და ძალიან დაქვეითებული ქონდა იმ ხალხს კოგნიტიური უნარები, ვინც AI-ს იყენებდა, იმათთან შედარებით, ვინც არ იყენებდა რა. დაახლოებით განახევრებული ქონდათ რა. რაც მამაც ცოტა შემაშინა და დამაფიქრა და ისე ხო არ აღმოჩნდება, რომ 1 წელიწადში კოდის წერას AI-ის გარეშე ვეღარ შევძლებთ რა. და მე ძალიან ძვირს გახსოვდა. მე მეკითხა შენ თავიდანვე ვერ წერდი კოდს. AI არაფერ შევაში არ არის. ხო, ეგ მე შევხედე მაგ იმას და kind of frightening არის, ხო. მაგრამ მან ის არის რა, ანუ ეგ იმით არის გამოწვეული, რომ most of the people maybe including us we are not using it responsibly რა. ანუ LLMs responsibly არ ვიყენებთ. ანუ kind of we are abusing it and ზედმეტ რაღაცებს ვაკეთებთ რა. მე ჩემი ასე ვთქვათ, იმისთვის რომ დამშვიდებულიყავი, შევადარე იმას რა ქვია, მანქანებს, ანუ მანუალ რა ქვია, იმას ავტომატიკა არის ეხა და მანუალ გადაცემები რაც მექანიკა ხო ქართულად. ადრე ხო მექანიკა იყო ძირსულ და ასე ვთქვათ, ხალხმა იცოდა ყველა ამის ტარება და ეხა უკვე როცა დაიხვეწა თული ისე რომ აღარ ასაჭირო მექანიკური გადაცემათა კოლოფი, ხალხს დაავიწყდა მაგის გამოყენება, ეხა უმეტესობა რომ დასვა ვისაც არასდროს არ უტარებია, ძალიან გაუჭირდება რა და. იმას ხოდაშორს ავტომატიკას შევადარებ მაქვს. ხო, ანუ ბევრს აქვს ეგრეთი და ანუ მაგას შევადარე რომ მეთქი ალბათ აღარც იქნება საჭირო ის უნარები, რომელიც დაგვიქვეითდება, უნდა შევეგოთ. ნო, სკილია საბოლოო ჯამში და ეგეთ სწავლადია ალბათ, რომელსაც ნელ-ნელა ავიწყებთ რა. პრაქტიკაში. ძალიან საინტერესო იყო რომელშენთან საუბარი. ასევე ჩვენთვის რაუნდორზე ცოტა წავიდეთ, მერე აპდეიტები გიქნება და ინტერესებს პროდუქტი განწარმოებები. ძალიან ოკეი და იმან გაასწორა რომ ანუ ჩვენი ესე იგი როგორც აღმოჩნდა ერთ-ერთი პირველი სვენელი ეხლა ჩვენი სტუმარი გახდა და კიდე აუცილებლად ვილაპარაკებთ. მადლობა კიდევ. ამიტომ შენ ეხლა ვინც გვისმენ და ვერ წარმოგიდგენია რომ შეიძლება სერიოზულად არ გეტყვი ანუ just know it's not the techniques და საინტერესო ტექ რაღაცებზე ვიყავართ. That's it. Yes. ეხლა მაინც ტრადიციულად გავთიშოთ ხო არჩილ? გათიშე აჩო თუ შეიძლება. აჩო გათიშე. აჩო, გათიშე.